მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8:30 და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია, გადაცემა პასუხობს მოძღვარი. გილოცავთ წმინდა 100,000 მოწამეს სენების დღეს, მრავალს და ეს არის შეგეწიოთ მათი მადლი. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 230 15 15 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები, რომელზეც ჩვენი სტუმარი გიპასუხებთ და რომელიც გახლავთ საბურთალოზე პეკინზე მდებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის გამოსახური დეკანოზი ბასილ მორმანიშვილი. მოგესალმებით, მამა ბასილ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და მოგწევთ. გილოცავთ დღევანდელ დღეს და ორიოდე სიტყვით რომ გვესაუბროთ აი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ და ზოგადად მოწამეობა რასთან არის დაკავშირებული და რა ღვაწლი არის. დიდი მადლობა მოლოთვისათვის, ასევე გილოცავთ მამაო თქვენ სრულიად საქართველოს 100,000 მოწამის ხსენებას. ეს არის ნამდვილად უნიკალური შემთხვევა მთელი მსოფლიოს ისტორიაში, რომ 100,000 მოწამე ერთ დღეში არა, მაგრამ შეიძლება ვთქვათ ერთ პერიოდში შეიწირა, უფლისათვის შეიწირნენ ეს ადამიანები და საოცარი რამ არის, რომ ასეთი ფაქტი არ ფიქსირდება არც ერთ რელიგიაში, არც ერთ ქვეყანაში, თუნდაც ქრისტიანობაში, რომ ამდენი მოწამე ყოფილიყოს ერთ პერიოდში შეწირული უფლის სიყვარულსა. თვითონ მოწამეობაზეც რო ვისაუბროთ, მოწამეობა არის დამოწმება ქრისტეს, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტება. დამოწმება იმის, რომ ჩვენ ცხოვრებას ერთადერთი აზრი აქვს, ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მე მას ვამოწმებ და ყველა მოწამეს ამავე დროს ჰქონდა ეს მტკიცე რწმენა იმისა, რომ მათი სიკვდილით სიცოცხლე არ მთავრდება. არამედ სიკვდილი, როდესაც ისინი მიდიოდნენ ამაზე, იყო ამ სიკვდილის მეშვეობით არის კარიბჭე, რომლითაც ისინი შედიოდნენ მარადისობაში, მარადიულ სიხარულში, მარადიულ ბედნიერებაში. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ ადამიანები არიან და შესაძლებელია თავისთავად ეშინოდათ კიდევაც, მაგრამ გახსოვთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომ თუ უფალია ჩემი განმაძლიერებელი, მაშინ მე ვიზღა ვისი და რისი უნდა მეშინოდეს, ხო? კვლავ უფალი აძლიერებდა, კვლავ უფალი აძლევდა მათ მოწამეობის ძალას, მადლს და ისინიც მიდიოდნენ უფლის სიყვარულით. რა თქმა უნდა, ტკიოდათ, მაგრამ გახსოვთ წმინდა გიორგის წამებაში როგორ არის, რომ რამდენი ხანი აწამებდნენ წმინდა გიორგის და ერთ-ერთი წამები ისე როგორ ჩაესმა მას უფლის ხმა, რომ გეშინი გიორგი მე ვარ შენთან და სწორედ აი ესე ყველა მოწამესთან არის უფალი, აი 100,000 მოწამესთანაც იყო უფალი და ყველასთან ვინც ადასტურებს თავისი ცხოვრებით, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტება, თავისი ცხოვრებით ადასტურებს იმას, რომ ამ ცხოვრებაში ერთადერთი რამ არის ღირებული, ეს არის მარადისობა. და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამისთვის უნდა ვიცოცხლოთ და თუ უფალმა ინება, ამისთვის უნდა მოგვდეთ კიდევაც. რა თქმა უნდა, ამის ძალას ისე უფალმა უნდა მოგვცეს, არის უამრავი მაგალითები ეგ საეკლესიო ისტორიაში, როდესაც ერთი გამახსენა ერთ-ერთი, რომელსაც უნდოდა მოწამეობა, მაგრამ ვერ გაბედა, ვერ მივიდა, ბოლოს გამოელია ძალა და ვისაც არ ქონდა ამის იმედი და ვისაც ეშინოდა ვაიმე შევძლებ თუ ვერ შევძლებ, სწორედ ისე წამა ქრისტეს. ანუ საიდუმლოება ესეც, რომელსაც რა თქმა უნდა, ალბათ მომენტში ადამიანი როგორ მოიქცევა. რა თქმა უნდა და ალბათ ყველაზე მთავარი ისაა, რომ უნდა დავიმსახუროთ. დამსახურებაა, რომ დავიმსახუროთ ის ჩვენი ცხოვრების წესით, ჩვენი სიყვარულით უფლისადმი და ჩვენი მისწრაფებით ქრისტესადმი და თუ ამას დავიმსახურებთ, მე უფალი მოგცემს იმის ძალასაც, რომ ჩვენ შევძლებთ და ვეწამებით ქრისტესთვის. კეთილი მამა, მაყურებელი გვყავს, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. გამარჯობა თამამაო. საღამოს დღევანდელ დღეს რაოცა ეს არის უფალი იყოს თლაც საქართველოს ფარველი და კისურიოთ ყოველივე კარგს. რა მინდა მამაო შეგეკითხოთ. წლების მანძილზე მტანჯავს ერთი კითხვა. ვარ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. ამჟამად პირველი ჯგუფის ინვალიდი, მაგრამ აი რა კითხვა მტანჯავს, იცით? ცოდვაში იწვება თუ არა იქ, როგორც აფხაზეთში, ასევე სამაჩაბლოში ვარ მონაწილე ომის. ხო და ბოლომდე ვიყავი ერთგანაც და მეორეგანაც. სამწუხაროდ და საუბედუროდ მაქვს ახლა ის აფხაზი იყო თუ ოსი იყო, ნუ შემომაგდა რა რამოდენიმე კაცი.
ხო და სოდვაში ითვლება მაგით თუ არა საომარ ვითარებაში. მადლობა კითხვისთვის, გაიხარით ცოცხლად. ხო, რა თქმა უნდა, ეს მაინც გახსოვთ ბასილი დიდის კანონებიც არსებობს ამის შესახებ, რომ ვინც ასეთი მოუწევს ასეთი განწმენდას გარკვეული პერიოდი უნდა გასულიყო, რა თქმა უნდა, განწმენდის თუმცა როგორ არის იცი ახლა ადამიანი რომელიც სამშობლოს იცავს ის გმირია და ბუნებრივია რომ გმირს ახლა უწევს ასეთი რაღაცის გაკეთება თუნდაც პოლიციელი რომელიც იცავს მშვიდობიან მოსახლეს და თუ მისი პირადი რაღაცის გამო არ აკეთებს რა თქმა უნდა ის სხვას იცავს ასე ვთქვათ მისი პირადი ინტერესი არ არის რომ ვინმე მოკლას ან ვინმე იმას რაღაც გარკვეული ნებების გამო არამედ იცავს ახლა თითოეული ჩვენთაგანი ალბათ ოჯახში რომ რაღაცა მოხდეს და ვინმე შემოვარდეს ალბათ ყველა ავდგებით და ალბათ კი არა დავიცავთ ჩვენს ოჯახს ხო და ჩვენ სამშობლოს და გვაქვს ამის მაგალითები თუნდაც თორნიკერის თავიც და ასე შემდეგ და მაგრამ მაინც რა თქმა უნდა ცოდვა არის და რაღაც გარკვეული პროცედურები ალბათ მე სულიერი კუთხით რო ვთქვათ შესაძლებელია თუ მოძღვართან შეთანხმებით უპირველეს ყოვლისა ალბათ უნდა ვილოცოთ იმათთვის ვისაც თქვენ მოკალით შეიძლება ასე ვთქვათ და ღმერთი მოწყალი აქვს ღმერთი ყველაფერს გვაპატიებს თავარია რომ შესაბამისი სინანული გამოვავლინოთ ამ ცოდვების გამო და უფალი რა თქმა უნდა გვაპატიებს კეთილი ცხონებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია გონების აწმყოში მყოფობაო ძალიან მნიშვნელოვანი კაი კითხვა არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი პრობლემა არის ხოლმე ძირითადად ესე იგი ჩვენი ფიქრები ჩვენი ხო ერთი წამიც არ არსებობს ხო ჩვენი გონება რამეზე არ ფიქრობთ სულ ფიქრობს ჩვენი გონება და ამ დროს სად არის ძირითადად არის წარსულში ან რაღაც მოვლენებს იხსენებს თავს როგორ გრძნობდა სათქნობდა კარგად იყო ბავშვობაში ან ასე შემდეგ ან არის მომავალში რაღაცებს გეკმავს რაღაცებს ფიქრობს და საზღვრავს და აწმყოში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ღმერთი არის აწმყოშელი პასუხი ვთქვათ აი მამები როგორც ამბობენ ღმერთთან ჩვენი შეხვედრა უნდა მოხდეს დღეს და ამიტომ მნიშვნელოვანია ნამდვილად გონების ყოფნა აწმყოში რომ ჩვენი წარსული უკვე წარსულს ვერ წავიდა ის მას ვეღარ დავიუნოთ მომავალიც არა ჩვენს ხელში ისიც უფლის ხელში ანუ ჩვენი ღმერთთან შეხვედრის დრო არის სწორედ ეხლა დიახ და დანარჩენ უკვე მე უფალმა უწყის რა თქმა უნდა ძალიან კარგი კითხვა იყო და კეთილი ესეთი კითხვა ნატალია გვწერს მაინტერესებსო იმ 100,000 მოწამეში ალბათ ყველა არ იყო მართლმადიდებელი ესე იგი მოუნათლავებიც იქნებოდნენო და საინტერესოა მათი იმქვეყნიური ხვედრიო ხო ეს ნობელი ფაქტია რომ ადამიანი რომელიც მოუნათლავი აღესრულა და შეეწირა ქრისტიანობას ის ინათლება სისხლით ნათლობას ეძახიან ამას და ძალიან ბევრი იყო ძველ პერიოდში, იმიტომ გახსოვთ ალბათ რომ 30 წლისა ინათლებოდნენ პირველი ქრისტიანები და 30 წლამდე მაშინელ პერიოდში საკმაოდ იქამდე ხდებოდა ხოლმე მოწამეობა ძალიან ხშირად და ესეთი სწავლება გვაქვს ჩვენ ეკლესიის რომ სწორედ სისხლით ნათლობა არის მოწამეობა რომელიც არ იყო მონათლული და ესე შეეწირა ქრისტიანობას. კეთილი, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. დიახ. კი ბატონო. პირველი აი ღამის 2 საათზე 3 საათზე რო გამეღვიძება და მინდა მილოცო. დილის ლოცვა შეიძლება რომ თქვა მაშინ და დილით კიდე აღარა თქვა დილის ლოცვა. ერთ-ერთი მეორე ასეთი შეკითხვა მაქვს. აი ლოცვის დროს აუცილებელი არის რომ აბაჩავიცვა თუ პირამოც შეიძლება და თავსაბურით ლოცვა. მადლობა. ხო, დიდი მადლობა კითხვისთვის. პავლე მოციქულის ცნობილი სიტყვა გვაქვს ჩვენ რომ მოუკლებლად ილოცოთ. ანუ სულ უნდა ილოცოთო. არ უნდა შევწყვიტოთ ლოცვა და შესაბამისად თუ სულ უნდა ვილოცოთ, მაშინ ხან პიჟამაში იქნება ადამიანი და ხან იჯდება, ხან იწვება და ეს ბუნებრივიც არის. ანუ ჩვენი გონება რომ სულ უფალთან ვამყოფოთ. ეს არის ჩვენი რჩევა კი არ არის. ეს არის შეიძლება კურთხევა არის, ჩვენი მოვალეობა რომ ვისწავლოთ მოუკლებელი ლოცვა და ჩვენი გონება სულ უფალთან ვამყოფოთ და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ დაძინების დროსაც ლოცულობდეთ, გაგვეღვიძება არ არის აუცილებელი მაინც ღამის 2 საათზე დილის ლოცვა წავიკითხოთ. უბრალოდ იესოს ლოცვა რო იმეოროთ უდიდესი მადლია და საერთოდ ქრისტიანებისთვის ალბათ ერთ-ერთი ჩვენთვის უმთავრესი სასწავლებელი ესაა რომ იესოს ლოცვა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ყველა ლოცვა საბოლოო ჯამში მიდის იესოს ლოცვამდე, რომ ჩვენს გულებში ამოიბეჭდოს ქრისტეს უძვირფასესი სახელი.
და შესაბამისათაც ღამე ალბათ ყველაზე კაი არის რომ სკვნილი აიღოს ხელში ადამიანმა და ილოცოს იესოს ლოცვა. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის რატომ მიექანება სამყაროს უმეტესი ნაწილი წარწმედის გზაზე და მცირე ნაწილი სასუფევლისაზე? ამ სასუფევლის გზასაც ბევრი ეძებს და ცოტა პოულობს. ანუ რატომ მოხდა ასე რომ სამყაროს უმეტესი ნაწილი ხორციელი სიამოვნებისთვის ცხოვრობს და სულიერზე არ ფიქრობს? საერთოდ ბევრი ეს თავად ქრისტეს სიტყვებია რომ დიდია და ფართოა ის გზა რომელიც მიექანება წარსაწყვეტილში და მრავალი ვლენან მასზე და ვიწროა ის გზა ეკლიანი და მცირედნიდანია რომელიც მივყავართ 64-ში. ეს არის თავად სახარებისეული სიტყვები და აქედან გამომდინარე თუ იმშელოთ ბუნებრივია რომ გახსოვთ ალბათ ქრისტე სხვაგანაც ამბობს რომ მცირესა მაგას სამწყსოს ანუ ქრისტე თავად ამბობს რომ ის ვინც მისი მოწაფე გახდება ის ვინც მას შეუდგება არ იქნებიან ბევრნი. იმიტომ სამწუხაროდ აი ეს ჩვენი საუკუნე განსაკუთრებულად არის კიდე მოდებული ასე ვთქვათ ეს სიამოვნების მოყარეობა. ჰედონიზმს რომელსაც ეძახიან ასევე რომელსაც ადამიანი იხჩობა ამ სიამოვნებაში და ერთი მეორეს პლუს მეორე მესამეს მეოთხეს და ვეღარ ფხიზლდება ხოლმე ძალიან ხშირად და იხჩობს თავს სულიერად რა თქმა უნდა ამ სიამოვნების მოყარეობაში და ეს სულისთვის არაფერი კარგი არ მოაქვს ამ ყველაფერს ცარიელდება სული ადამიანებს გონიათ რომ ჩვენი ცხოვრება მოგვეცა იმიტომ რომ რაც შეიძლება კარგად გავატაროთ დრო რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა მოვიაროთ რაც შეიძლება ბევრი ადგილ რესტორნებში ვიყოთ ბევრი მოვილხინოთ და ნაირ-ნაირი მანქანები ყავდეს ფული ვაკეთოთ და ასე შემდეგ. არა და რეალურად ცხოვრებაში მიზანი არის მხოლოდ ახლოთ როგორც წაღანა ვთქვი იესო ქრისტე და მისკენ სავალი გზა მარადისობა და სამწუხაროდ ამას ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან თუმცა ბოლოს მაინც ხვდებიან რომ უაზროდ გაატარეს ეს ცხოვრება რა თუნდაც აი გართობაში რომელსაც მთელი ცხოვრება გართობისკენ მიისწრაფნა ხდებოდნენ რომ გახსოვთ ალბათ ის ეპიზოდი ცნობილი დათო თუთაშხიას ეპიზოდი იქ კაიუს ჭამე კაიუსიო კაი დავიხურე მაგრამ მეორდას არ მახსოვდა არაფერი რა გავაკეთე და ის რო სიკეთე გავუკეთე ამ ადამიანს ის ახლას მახსოვს იმ ბავშვს რომ საკნას რომ აი ეს შეიძლება იყოს კი ბატონო მაყურებელია ისო გისმეთ ეთერში ხართ ისაუბრეთ დიახ საღამომშვიდობისა მამებო საღამომშვიდობისა გისმეთ დასვით კითხვა დღევანდელ დღეს გილოცავ და დამლოცეთ მამებო აი ასეთი კითხვა მაქვს სხეული და ფიზიკური სხეული და საფშვინველი რო კვდება ამიტომ ტოვებს სული სხეულს თუ სხეული იმიტომ კვდება რომ სული მიდის სხეულიდან საერთოდ ჩვენი საეკლესიო სწავლების მიხედვით ასეთი რამ არის რომ სული არის ცოცხალი, სული არის მთავარი. სული, როდესაც ადამიანი დედის წიაღში ჩაისახება, სწორედ მაშინვე ეძლევა მას სული და მერე მამები გვასწავლენ ასეთ რაღაცას, სული ეხმარება მას ზრდაში. სული ზდის, სული გაწვრთნის და სულია ცოცხალი, რეალურად სული არის ადამიანი. მთელი ჩვენი და სულს ეკუთვნის სხეულს და არა სხეულს დიახ ესეა ნამდვილად და შესაბამისად როდესაც ადამიანი ამ სულიერად უკვე იწყებს ამ ყველაფერს და აი მთელი ჩვენი ურთიერთობა მთელი ჩვენი ეს მეხსიერება და ასე შემდეგ ყველაფერი არის სულის თვისება ხორცი არაფერი არაა ხო აი თუნდაც ხო არის ესეთ შემთხვევები რომ ზოგს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ან ფეხს მოკვეთავენ ან ხელს ის ფეხი სად არის რა ადამიანი რჩება აქ ძირითადად ანუ სული არის მთავარი და შესაბამისად სული არის ცოცხალი და როდესაც სული გამოდის ხორციდან სული არის ისეთი როგორიც გავზარდეთ ჩვენ როგორიც აღზარდეთ ჩვენ რამდენი სიკეთე გავაკეთეთ და როგორი ფერისცვალება განიცადა მისმა სულმა ამ სიკეთის გაკეთების პერიოდში ანუ სულია მთავარი თუმცა მე უკვე საყოველთაო აღდგომა როდესაც იქნება მე ხორცითაც ხო აღდგებით და ხორცი გვექნება ისეთი როგორიც ჩვენ სულიერის სული იქნება შესაბამისობაში კი ბატონო მაყურებელია ისევ გისმეთ ეთერში ხართ დამლოცეთ მამაუებო აი იცით ორი შეკითხვა მაქვს რომ პირველი შეკითხვა ასეთია რომ როგორ შეიძლება რომ აი შენ როგორც ცოლებრივმა ერისთაცმა ეგრეთნა რომ შენი ქვეყანა რაღაცნაირად სულიერად გააძლიერო და მეორე შეკითხვა ეგ არის რომ
აი მღვდელი რო აკმევს მწუხრის ლოცვაზე დაძარში პირველად ეგ რას ნიშნავს ღვთისმსახურებაში? მადლობა, გაიხარეთ. პირველი რა იყო? პირველი იყო როგორ შეიძლება ერის კაცმა ისე იცხოვრო შენ ქვეყანას ხო საერთოდ ჩვენი ქვეყნის დახმარება არის ისე ვიყოთ კარგი ადამიანები, კარგი ქრისტიანები, სადაც დაგვადგინა უფალმა ის ვაკეთოთ მაგალითად თუ ადამიანი პურს აცხობს, თავის საქმე გააკეთოს, კარგად გამოაცხოს პური პატიოსნად იშრომოს, ოჯახი შეინახოს და კაი ქრისტიანი იყოს. მე მანქანი არის სიტყვაზე მატარებელი დაღავს, თავის საქმე შეასრულოს და სწორედ აი ეს არის კარგი მოქალაქეობა, კარგი ქრისტიანობა, კარგი მამობა, კარგი მეზობლობა, კარგი თანამშრომლობა, ეს არის სწორედ დახმარება, უდიდესი დახმარება სამშობლოსათვის და თუ ჩვენ ყველანი ასე ვიქნებით, ხო მე აუცილებლად ქვეყანაც განვითარდება და აუცილებლად ქვეყანა წინწევა და მეორე იყო კმევასთან დაკავშირებით. ხო კმევა ზოგადად სულიწმინდის მადლის მოფენას ნიშნავს ადამიანებზე და მწუხრზე როდესაც იკმევა, იქ სიმბოლურად ნიშნავს როგორ ქმნის ღმერთი სულიწმინდის მიერ სამყაროს და სიმბოლურად ამის განსახიერებაა კმევა. კი ბატონო, მაყურებელია. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. საღამოშიდობისას მამაო. საღამოშიდობს. დავლოცეთ. დიდი მადლობა მამაო მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის ამ საღამოს დღევანდელ დღეს მეც გილოცავ და მინდა რომ წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ერი და აი 100,000 მოწამის რწმენით გავძლიერდეთ ჩვენ თითოეული ქართველი. მამაო სანამდე კითხვას შეგეკითხებოდეთ თუ შეიძლება ერთ პატარა ასეთი მას გადახვევას გავაკეთებ აი ახლა იმედის ტელევიზიაში გადის მამა პაისი სერიალები ძალიან კარგი არაჩვეულებრივი ნამუშევარია როგორც სულიერად ისე საყურებლადაც და ძალიან კარგი იქნებოდა რომ აი ერთსულოვნების ტელევიზიას ეჩვენებინა ხოლოდ იცით რა ივედის ტელევიზიაზე არ ვიცი ახლა ეს კერძო ტელევიზია და ალბათ ასე გვიანა აქვს საშუალება რომ გვიან მინდა რომ იქნება რამენაირად ისე დროს გავიდეს რომ აი ბავშვები ახალგაზრდები ჩვენი მოზარდი თაობა რომ უყურონ იქნება უყურო რამენაირად რამდენი რამის სწავლა შეიძლება რამდენი რამის ჩაფიქრება შეიძლება ძალიან სასარგებლოა ასეთი ფილმები და აი მარტო ამ თურქულ სერიალების ანაბარა რო დარჩა ეს ну კარგით აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი ერთი სიტყვით დიდი სურვილი იქნებოდა რომ თუ კი ჩვენი ტელევიზია ჩვენი საყვარელი აი საპატრიარქოს ტელევიზიაც ამ ფილმს რამენაირად მოახერხებდა ამ სერიების გაშვებას და ძალიან დაგვეხმარება ეს სულიერ ზრდაში ეს ჩემი მოგზალებული აზრია არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა ვეცდებით რომ გავითვალისწინოთ და ვიზრუნოთ ამას და აქვე მინდა საპატრიარქოს რადიოსაც დიდი მადლობა უთხრა თითოეული გმოსახური ადამიანს ძალიან დიდი მადლია ესეც რომ მთელი დღის მანძილზე რომ შენ საქმეს არ მოწოდები ახლა დიასახლისებისთვის განსაკუთრებით და თან სულურსმენი სალმონები საინტერესო გადაცემები დიდი მადლობა რადიოს მუშაკებსაც ყველას დიდი მადლობა ახლა ასეთი შეკითხვა მაქვს მამაო როდესაც შვილი გარდაიცვლება მე პირველი შვილი მყავს შვილი გარდაცვლილი და იცით რა მაინტერესებს ეს უკვე რამოდენიმე დიდი ხანია ერთი სიტყვით 40 წელია უკვე გასული და სულ ვიხსენიებ როგორც შვილი აი ზუსტად ახლა თქვენ საუბრობდით იმაზე რომ სული იზრდება და საყოველთაო აღდგომის დროს ეს ისევის ბავში იქნება და მე იმ ასაკში ვიქნები ძალიან ახალგაზრდა თუ აი შეხვედრა როგორ იქნება ის შვილი იქნება ან თუნდაც მოსახსენიებელში ახლა როდესაც ტაძარში ჩვენ ტაძარში შაბათს ყოველ შაბათს პანაშვიდებს ვიხდით და მოსახსენიებელში ყოველთვის წერ შვილი და სახელი და შვილია ეს ბავში ეს სწორია მამას სწორად ვაკეთებ შვილი უნდა დავწერო თუ როგორ უნდა მოვიხდ თუ მარტო სახელით უნდა მოვიხსენიო თუ არ ვიცით ხანდახან ძალიან ჩაფიქრდები ხოლმე ამ საკითხზე მაგრამ პასუხს ვერ პოულობ და თუ აგვიხსნით ძალიან კარგი იქნება დიდი მადლობა მადლობა თქვენ
ხო, რა თქმა უნდა, ხა ჩვილი შეიძლება და ისე სოციალურად დაწეროთ არც ეგაა პრობლემა. რომელსაც ძალიან კარგად იცის, ვის ვიხსენიებთ და ვინ არის ჩვენს გულში და ასე შემოკლოდ ჩვენ გარეგნულად ქმედება არის ეს, რომ ეკლესიაში რაღაც კანონიერად რომ მოხდეს ყველაფერი, ანუ თუ სასულიერო პირია გარდაცვლილი სიტყვაზე წერთ მის ხარისხს და ისე ვიხსენიებთ და აქედან ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი მნიშვნელობა რა თქმა უნდა ამას არ აქვს. ახლა შვილი იქნება თუ არ იქნება შვილი. ეს და კიდე სხვა კითხვაც. აი საყოველთაო აღდგომის შემდგომო რა ასაკი თუ არის განსაზღვრული? ხო, საერთოდ როგორც იქნება, იქ ვიქნებით როგორც ანგელოზები. ვიცით ჩვენს ეკლესიის სწავლება როგორც ანგელოზები. ანგელოზებს რა თქმა უნდა ასაკი არ აქვს არანაირი. იქ იქნება სულის განვითარება, რა დონემდეც განვითარდა სული, იმ დონემდე იქნება იქ ურთიერთობა სხვებთან და ამავე დროს სულის განვითარებას ხელს უწყობს აქედან აღვლენილი ლოცვებიც, ეკლესიის ლოცვებიც, ხო? ჩვენ ვიცით ამის სწავლება, რომ თუ ადამიანი ახლა ჯოჯოხეთში მოხვდა და ეკლესია ლოცულობს, მისთვის შეუძლია ეკლესიას იმხელა ძალაუფლება აქვს, რომ მისი სული ამოიყვანოს ჯოჯოხეთიდან საყოველთაო სამშობლოზე და შევიდეს სასუფეველში ქრისტესთან ერთად. და შესაბამისათაც თუ ადამიანი ცხონებულია უკვე და მაშინ ვიხსენიებთ, ანუ მისი სული ვითარდება და როგორც მამები გვასწავლიან არ არსებობს საფეხური, რომლის იქითაც არ შეიძლებოდეს გაზრდა ქრისტესთან ურთიერთობაში. ანუ სულ მზარდია, დინამიკა არის უფალთან ურთიერთობა, აქ დაწყებული და უკვე მარადეცობაში გაგრძელებული. ასე რომ ეს მოკლედ შეიძლება. ესეთი კითხვა, როდესაც ერთი და იგივე ცოდვებს ადამიანი ხშირად იმეორებს, გულისხმობ არა მომაკვდინებელ ცოდვებს. ამის აღიარება ყოველ აღსარებაზეა აუცილებელიო? კი, რა თქმა უნდა, ამიტომ აღსარებას აქვს ეს დატვირთვა, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ აი მაგალითად ამპარტავნება მარტივი მაგალითად ამპარტავნება ყველაზე ძალიან გვიჭირს ჩვენ ამპარტავნების მორევა იმ დონემდე გამჯდარია ჩვენში ეს ყველაფერი და ყველა აღსარება ამპარტავნებიდან იწყება და ერთ-ერთი წმინდა მამა ასე ამბობს, რომ თითოეული ჩვენი აღსარება, აი როდესაც ვამბობთ ამპარტავნება მოვინანიებთ, ეს იმას არ ნიშნავს, გვინდა რომ აღარ ჩავიდოთ, მაგრამ გასულები არა ვართო კვლავ ცოდავთ ამპარტავნებით, ხომ? მაგრამ აი სიტყვაზე რომ ავიღოთ, აი დიდი მორი იყოსო ჩვენი ეს ამპარტავნება და ის აღსარებაში აღიარებული ის პატარა იმით რომ აი ცოდე მამა ამპარტავნებით, აი თითქოს პატარა ნათალი ჩამოვაჭერით ამ ჩვენ დიდ მორს და ღმერთს ანახებთ, რომ ღმერთს აი ამაში მიჭირს ძალიან სულ ცოდავ ამაში და გთხოვდა მეხმარე და ერთ-ერთი პატერიკიც გამახსენდა, მე მგონი ერთ-ერთი ბერი იყო, რომელიც სულ ცოდავდა ცოდვით და რამდენი ცოდავდა იმდენჯერ ინანიებდა ცოდვას და არ ჩერდებოდა. და სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც ინანიებდა და იმ დროს მას ეკნა ღმერთს. ანუ ამ სწავლება გვაქვს ასეთი, რომ ამდენჯერად შევცოდა გაუკვირდა თუ როგორც ხონდა ესეთი ამდენჯერად შევცოდა და მომჩიო ნანობდა ზუსტად. სწორედ ამ მდგომარეობით გვიპოვა, იმ მდგომარეობით გამხსაჭა, ანუ სინანულში გვიპოვა და იპოვა ეს ადამიანი. კი ბატონო, ესეთი კითხვა არის, როდესაც ნათლული ყავს ადამიანს და ვერ ახერხებს მის ნახვას და შეძლებს დაგვარად მის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვას. ეს ცოდვა დეთვლება? ასე დროს მხოლოდ ლოცვითი შეწევნა არის საკმარისიო? ну სასურველია რა თქმა უნდა ნათლის უპირველეს მოვალეობა არის როდესაც ნათლავთ იქ წერია გარკვეულწილად წვრთნა ქრისტეს ჯულში რომ ნათლიამ უნდა გაწვრთნას თავისი ნათლული ქრისტეს ჯულში თუ ეხლა ამის შესაძლებლობა არ არის რაღაც გარკვეული მიზეზების და გამო უფალი ხო ხედავს ამ გულს რომ თქვენ გინდათ რომ თქვენს ნათლს დაეხმაროთ განსწავლოთ და ასე შემდეგ მაგრამ ლოცვა რა თქმა უნდა ყველაფერია ლოცვა ყველაფერია და რაც უფრო გულმხორვალეთი ლოცვა თქვენი ნათლისათვის მით უფრო შეეწევა მას თქვენი ლოცვა კეთილი მრისხანების შემოტევას როგორ უნდა ებრძოლოს ადამიანი, როდესაც რაიმე უმნიშვნელოზეც კი ვერ აკონტროლებს ემოციებს. ხო, მრისხანების ცოდვა როგორც ერთ-ერთი მამა განმარტავს, რომელსაც თვითონაც საკმაოდ მძიმედ ჰქონდა ეს ცოდვა და ძალიან მრისხანე იყო. გვასწავლის ასეთ რაღაცას, უპირველეს ყოვლისა უნდა დავმოწოთ პირი და არ გავახსნათ არავითარ შემთხვევაში. არაფერი არ უნდა ვთქვათ მრისხანების დროს და როდესაც შიგნით იქნება ეს ჩვენი მრისხანების სიტყვები და ის რომელიც უნდა გვინდა რომ გამოვხატოთ, ნელ-ნელა დაიწყებს შიგნით ამის მოგუდვას და თითქოს პატარ-პატარა გამარჯვებები არის უკვე. ანუ თავარი არის მოთმინება. მრისხანებას მომდინარეობს ამპარტავნებიდან, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი გააკეთეს, რაც მე არ მინდოდა, რაზეც მე გავაფრთხილე. ანუ ისევ საკუთარი ნებიდან გამომდინარეობს და ასე შემდეგ. ანუ
საბძირ თავარი წყარო მაინც არის ეს აპარტამენტებასთან მიდის ეს ყველაფერი და აქედან მოდის ეს მრისხანება რომ ისე არ არის როგორც მე მინდა როგორც ჩემს ნებას უნდა და შესაბამისად მე ვრისხანებ ამის ამას ერთ-ერთი საუკეთესო წამალია რომ ყველაფერში მივენდოთ უფალს არა როგორც მე ვნებას არამედ როგორც ჩვენ გნებავს უფალო თუ ასე მოხდეს იგი ასე იყოს საჭირო და შესაბამისად ჩვენ უფრო ნაკლებად ვიქნებით ამ მრისხანების ცოდვაზე დამოკიდებული თორე მრისხანების ცოდვა ისეთ საშინელი რამ არ გახსოვთ ბასილიდი როგორ აღწერს რომ ესე იგი გულის ირგვლივ სისხლი იწყებს დუღილს მრისხანების დროს და იმ მომენტში თუ რაღაცნაირად არ იმასქენი ესე იგი შეიძლება ადამიანმა ისეთ საშინელება გააკეთოს რომ მე როდესაც დაწყნარდება ვერ წარმოიდგინე როგორ მე დავაშავე ან კაცი შემოხდომია თან რაღაცა და ამიტომ რამდენადაც შევებრძოლებით ნელ-ნელა მოიკლებს და მოიკლებს ეს მრისხანება და უპირველეს ყოვლისა კიდე ეს თავარია რომ მივენდოთ ღმერთს და იყოს ნება ღვთისო ყველა საქმეში. კეთილი. მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ დასვით კითხვა. მოგესალმებით მამა. გამომშვიდობთ. გაიხარეთ. მოგესალმებით. იცოცხლით. გაიხარეთ. მოგილოცავ დღევანდელს. მერხვა მრავალი. აი ამ 100,000 მოწამის მადლი და დიდება უტეოდეს ჩვენ ერთად ჩვენს ქვეყანას. მადლობა თქვენც ასევე გაიხარეთ. თქვენ გისმენთ. ასეთი კითხვა მამაო. აი არის ხოლმე ემოციები რომელიც ადამიანში შემოდის და აი იმ დალაგებულ დონებას რომელიც უმეტან ურთიერთობაში ლოცვი მარხვი სინანული ანგრევს და მე ამის დაბრუნება ცოტა ძნელი ხდება კი ლოცულობ მაგრამ კიდე ხანი მიწევს ამის ლოცვა და ამასთან ამკლავება ეს ყველაფერი ალბათ უარყოფითი ემოციებია ახლა ერთი ვაჟას ერთი პატარა მონაკვეთი მინდა აგიკითხოთ როცა ურთიერთხელი მედება დავსამ მაშინ ვარ თავისუფალი თავს მაშინ ავუზრდობ რაღაც აი ამ დროს მამაო ამ ემოციების დროს ნუ აი ადამიანი გორება როგორ უნდა დავიცვათ და ვეშლებებდოლოთ ამას ყველაფერს ну როგორც გავიგე უარყოფითი ემოციები რომელიც შემოდის ადამიანში ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ფაქტიურად ჩვენი ქრისტიანότητα ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია რომ ადამიანმა ისწავლოს აი გულისხმებთან ბრძოლა თორემ აი რეალურად რომ შევხედოთ აი გულისხმები ადამიანება რომლებსაც ვერ გააკონტროლებს გულისხმები საბოლოოდ წვანა ფსიქიატრიაში ადამიანს მიიყვანს იქამდე თუ ვერ დაიწყო გაკონტროლება გულისხმების, როდესაც შემოდის ცუდი გულისხმები, როდესაც შემოდის კარგი გულისხმები. ცუდი გულისხმები ყოველთვის ბოროტისგან არის. თუ ადამიანში რაღაც გარკვეული შფოთია, შემოვიდა ეგოიზმი, განრისხება, რაღაცა შიში, მომავლის შიში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი რომელიც ჩვენში შიშ და შფოთს და ასე შემდეგ ყველაფერს იწვევს, ეს ყველაფერი არის ბოროტისგან. შესაბამისად, ბოროტისგან თუ ყურადღებაც არ უნდა მივაქცოთ და ყოველთვის დაუპირისპიროთ ამას ქრისტეს სიტყვები რომ მარადის ჩვენთანაა, რომ ქრისტე მოწყალია, რომ ქრისტე კეთილია, რომ იგი ჩვენი მამაა, როგორც აქამდე მოგვიყვანა, ისე მიგვიყვანს კიდეც მომავალშიც წარგვიწყება და ღვთისწყალობით ყველაფერი კარგად დალაგდება და იმედით აღვივსოთ. იმედი არის ღვთისაგან, უიმედობა არის ბოროტისაგან. შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ ჩვენ სწორედ აი ესეთი ბრძოლა, რომ ყოველთვის დღის განმავლობაში შეიძლება 100,000 შემოუდიოს ადამიანს ასეთმა აზრებმა, ფიქრებმა, მაგრამ თუ ვისწავლით ამას, რომ ყოველთვის მივიღოთ მხოლოდ კეთილი აზრები და განვაგდოთ ბოროტი აზრები, ადამიანს შეძლებს იმას, რომ დაიმკვიდროს 64 ამ ქვეყანაზევე იყოს გახარებული ბედნიერი. ამაზე მთელი ტომები და ტომები აქვს წმინდა მამებს დაწერილი კეთილ გულისხმებთან დაკავშირებით და მთელი ჩვენი აი ადამიანი დადის დაღრემილი, მოღუშული, ცუთხასიათზე, რაღაცა ცუდი აზრი მიიღო იმ ადამიანმა. რაღაცის იმედი აღარ აქვს, რაღაცაში ეჭვი ეპარება და ასე შემდეგ. და ადამიანი დადეს მომღიმარი იმედით, კეთილი გულისხმები აქვს, რატო? იმიტომ რომ ეს კარგი აზრები მიიღო, უფლის იმედი აქვს, რომ თავისუფლებას როგორც გადახედე, რომ გუშინ როგორც ფარველობდა უფალი, ისე ვიპატრონებს ხვალაც და შესაბამისად უკვე უფლის იმედი აქვს. ანუ კვლავ მივდივართ აი ამასთან, რომ უფლის იმედი უნდა გქონდეს ყოველთვის და ყველგან და რაც შეიძლება გავაძლიეროთ აი ეს უფლის იმედი, რომ არასოდეს არ გქონდეს
იმიტომ როგორ არის სიტყვები იმის რომ მგონი წმინდა წერილისად რომ უფლის მოიმედე არასოდეს არ შეარწმოს უფალი. ის ვისაც უფლის იმედი აქვს. კეთილი, ესეთი კითხვა ლუკა წერს რომ თუ ადამიანიო სამწუხაროდო არასოდეს გზას დაადგებაო და სქეს შეიცვლისო და შემდგომ გავადრო და მიხვდებაო, ინანებსო და აი ამ ყოველფრის მერეო თუ შეიძლებაო იგი ეზიაროსო. რა თქმა უნდა, ყველაფერია სინანულით, ყველაფერია შესაძლებელი. უფალმა გითხრა რომ მე წამულიცად სისხლიანიც არ უნდა იყოს თქვენი ცოდვები და საშინელი და ამაზრზენი და ყოველად ბილწი და ასე შემდეგ, ყველაფერია შესაძლებელი სინანულით. ასე რომ ეკლესიის კარები ყოველთვის, ყველასთვის, ყველა ცოდვაში მყოფი ადამიანისათვის ღია არის და შესაბამისად ქრისტემ მზად არის რომ ყველა გულში ჩაიკრას, ყველაფერი აპატიოს და მარადებული სიხარულში შეიყვანოს, მაგრამ ამისთვის საჭიროა სინანული და ეკლესიის წევრობა. რა თქმა უნდა, მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ? დამლოცის მამო. იცოცხლეთ, გაიხარეთ. ეხლა გადის ძალიან კარგი ფილმი მეცე მამა პაისის ცხოვრებაზე. ხო და ბევრი მამა ის რომ არ არის ეს მართალიო. ну როგორ ვთქვათ, სწორედ უფრო წაიკითხეთ წიგნებიო, წინდამის განასახიერებსო, ეს არ იმსახურებსო. ხო და ამის რა მქონიაზე მაინტერესებს. არა და ფილმი მომწონს ძალიან. დიახ, კი ბატონო, გასაგებია, დიდი მადლობა. მადლობა კითხვისთვის. რა თქმა უნდა, წიგნი საუკეთესოა ყოველთვის. ნებისმიერი იმაში, თუდაც აი რომანები, მოთხრობები, რომელიც ეკრანიზაცია ხდება, წიგნი საერთოდ უპირველესია. ფილმი ვერასოდეს ვერ მივა წიგნთან. მაგრამ წიგნებს არ ვკითხულობთ, იმიტომაც გამარტივებულად გადაიღეს ეს ვიდეო სერიალი და რა თქმა უნდა, როგორ არის იცი, აი თანამედროვე ახლა 21 საუკუნეში შეიძლება ეს ტელევიზიაც გამოვიყენოთ ჩვენ იმისთვის, რომ ღვთის სიტყვა იქადაგებოდეს და ადამიანებს ღმერთის რწმენა დავანახოთ და ადამიანებს დავანახოთ წმინდანის ცხოვრება, როგორ ცხოვრობდა. ძალიან მნიშვნელოვანი ამავე დროს ვიზუალიზაციაც ეხმარება ადამიანს. მით უმეტეს ახლა 21 საუკუნეში, როდესაც smartphone-ების პერიოდია და ასე შემდეგ და ყველაფერი აქ ასე არის, ხო? ამისთვის ვფიქრობ ძალიან კარგი ვარიანტია, რომ თუნდაც აი ესე შევხედოთ, ჩვენში სიყვარული აღიძრას ქრისტიანობისადმი, ინტერესი აღიძრას და მე უფრო მეტად ჩავეძიოთ. აი ამას გულისხმობს ეს. თან ახლა ეს ფილმი ისეთი ადამიანების მიერაა გაკეთებული და ისეთი რეცენზია აქვს გავლილი, რომ ნამდვილად იმას პირიქით მეც რა თქმა უნდა მეც უყურებ ამ ფილმს და მეც ჩემი როლსაც ვეუბნები რომ უყურონ და ძალიან ბევრ კარგს ისწავლიან. თუმცა იმას ასევე ვამახვილებ რომ წიგნი რა თქმა უნდა წიგნი ყოველთვის წიგნია. თავარი არის რა არის მიზანი ამ ფილმის და შედეგი და ჩემი აზრით ძალიან კარგი როგორც ჩვენ ვითხრეს ამ ფილმის გადაღების შემდეგ საბერძნეთში გაივსო ეკლესია, მიაწყდა ხალხი ეკლესიებს და დაიწყეს ახსარების ქვეყანაში გავიდა საბერძნეთში, სერბეთში, რუმინეთში. ეს არის თანამედროვე ეპოქა. არ არის მაინც ახლა რომ თუნდაც smartphone-ები შეშმაკისეული ან რაღაც არა. ყველაფერი შეიძლება გამოვიყენოთ ღვთის სადიდებლად და ყველა თუნდაც smartphone იქნება, თუნდაც ფილმი იქნება, სერიალი თუ ინტერნეტი თუ Facebook-ი თუ რაც იქნება, ყველაფერი შეიძლება გამოვიყენოთ ღვთის სადიდებლად. არასწორი გამოყენება არის ცოდვა. რა თქმა უნდა. კეთილი. ესეთი კითხვა არის წმინდა პორფირ კავსოკალიველის წიგნში მოხს საკითხული ესეთი რამეო, რომ ადამიანმა ადამიანზე ცუდი გაფიქრებით შეიძლება რამე შეამთხვიოსო და დიდი ძალა აქვს ამ ენერგიასო, ანუ განწყობას სხვა ადამიანზე და ასეთი რამ აღსარებელ და მაზიარებელ ადამიანებზეც მოქმედებსო, ანუ სხვამ რომ ჩვენზე ცუდი განწყობა განიზრახოსო. საერთოდ აზრებს ძალიან დიდი ძალა აქვს. ამაზე ბევრი წმინდა მამა წერს და როდესაც მაგალითად შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, რომ სადმე მიხვიდე და რაღაცა სიმძიმე იგრძნო უცებ ადამიანებში, რაღაცა მიხვდე რა არაჯანსაღი გარემოა რაღაცა და იმათი აზრების ზემოქმედება განიცადო და ყოფილა ესეთ შემთხვევები უამრავი. ასევე შეიძლება მიხვიდე და პირიქით ძალიან კარგად იგრძნო თავი, ძალიან დადებითად იმ ადამიანებისათვის კეთილი აზრები და კეთილი ისინი მოდიოდეს და ასე რომ მამაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალა აქვს და
ის რომ მეორე როგორ იყო ხო ანუ თუ შეიძლება რომ რამე შეამთხვიოსო ამან და აღსარებელ და მაზიარებელ ადამიანსაც თუ შეემთხვევა ეს მამები გვასწავლიან ესეთ რაღაცას რომ როდესაც ადამიანი აღსარებას ამბობს ეს ზიარება ეს არის ჯავშანში ეს არის თქვათ დაცული ამ ყველაფრისაგან მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აღსარებელს და მაზიარებელს რამე პრობლემა არ შეექმნება ხო იმიტომ ჩვენ ჯერ გამარჯვებულები ხომ არა ვართ ჩვენ ვიბრძვით ამ ყველაფერში და შეიძლება სადღაც შევწოდოთ რაღაც არასწორად თქვით აღსარებაში არ მოვინანიეთ სოდვა და ასე შემდეგ როდესაც ჩვენ ვსოდავთ ჩვენ გარკვეულ ძალაუფლებას ვაძლევთ ეშმაკს ჩვენზე და შესაბამისათაც ნამდვილად გულწრფელად მონანული ადამიანი ამისთვის საჭიროა სიფხიზლე რასაც წმინდა მამები ძალიან ბევრს წერენ სულიერი ცხოვრების სიფხიზლე ანუ ღვიძარება არა ის რომ ადამიანმა არ დაიძინოს არამედ ყურადღებით იყოს თავის გულისხმებთან ყურადღებით იყოს თავის საქმეებთან ნებებთან სოდვებთან რომ რამე არ გაიპაროს და თუ ადამიანი ასე ცხოვრობს მაშინ რა თქმა უნდა ბუნებრივია იმიტომ თუ ადამიანი ხშირად ეზიარება ყოველ კვირას ეზიარება ხო ახლა ისე და რაზე რას იმას იზრდება კი ბატონო შესაძლოა რომ ესე იგი შეპყრობილობაზე აქვს ესეთი კითხვა შესაძლოა რომ დემონმა ადამიანში დამალოს თავისი თავი ისე რომ არ ეტყობოდეს გარეგნულად და მკვეთრად იმ ადამიანს ანუ მაინტერესებს მაინც და მაინც ღადარინელივით უნდა იყოს ადამიანი რომ შეპყრობილი იყოსო თუ შეიძლება ასე შეფარულად ყველას ეტყობა მაინც ყველას ეტყობა შეიძლება ახლა მართლა ეგრე არ იბინოს თქები არის როლოს და ღორებში არ იმასაკნას მაგრამ შესაძლებელია რომ ახლა ადამიანი ის აუცილებლად გამოავლეს რაღაცაში თავს ალბათ გამოავლეს მრისხანებაში ეს არის ეშმაკისთვისება შეიძლება რაღაცა ნებით იყოს შეპყრობილი და იმაზე იყოს დამოკიდებული თუნდაც ახლა გამახსენა ერთი მაგალითი რომ ეს ადამიანი იყო ერთიანი დიდების მოყარეობით და იმით რომ ლოცულობდა ესე იგი მთელ სამსახურში მიყვებოდა ისე ხმამაღლა ლოცულობდა ყველას ესმოდა ამის თან ესე გამგზობილად ლამაზად რაღაცა რომ ყველას ისეთი მორწმუნდა ესე რამე რო გვეთქვაო თავს დაგვამხობდა ყველაფერსო რა და უკვე ხვდები რომ რაღაც არ არის ჩასაყრა ანუ მაინც ჩანს ემჩნევა ყველას ყველაფერი მაინტერესებს როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რომ მას ღმერთი მონაზნობისკენ მოუწოდებსო როდესაც ადამიანი ამ ქვეყნიურისადმი ყველანაირ ინტერესს კარგავსო შეიძლება ჩაითვალოს ეს რომ მისი ერთ-ერთი მოწოდებაა რომ იგი ერთში ვერ იცხოვრებს და მონაზნობისთვის არის. აქ ძალიან და დიდი სიფრთხილეა საჭირო, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ამ ქვეყნურმა წარუმატებლობამაც ადამიანს უბისგოს აბა მონაზვნად ხო არ წავიდემიან რაღაც. ამისთვის საჭიროა ჯერ პირველში თავის მოზღვართან საუბარი, ვინც იცნობს მის სულს რამდენად შეძლებს მონასტერში ყოფნას. ასევე თავკუთარ გულსაც უნდა მოусმინოს. შესაძლოა ცოტახანი წავიდეს მონასტერში და არჩეს ნახოს. უნდა ერთი თვე. ხო, და აბა შეძლებს, არ შეძლებს, როგორ იქნება, რანაირად იქნება და მე შესაბამისად მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასე ძალიან ძნელია რომ ადამიანს რომელსაც არ იცნობ, ესეთი მნიშვნელოვანი რჩევა მისცა. როდესაც ადამიანი წლობით დადის ტაძარში და კონკრეტული მიზეზის გამო ვერ ეზიარება, არა და ზოგადად ადამიანი იმიტომ ესწრება მსახურებას, რომ ეზიაროს. ასეთ შემთხვევაში რამდენად აქვს სარგებელი წირვაზე ასეთ დასწრებას, როდესაც ესე იგი ზიარების მადლს მოკლებულია იგი და რას ურჩევდით თუ ასეთ ადამიანსო. გააჩნია რატო არის ისთვის არის მოკლებული? ალბათ სასიკვდილო ცოდვას რომელიღაცა ცოდვას და აქედან გამომდინარე ზიარების უფლება არ აქვს, მაგრამ ეგეც კარგია რა თქმა უნდა. მამებიც ამბობენ რომ რაც არ უნდა მძიმე ცოდვაში იყო ეკლესიას არ განეშარო. ახსარება მაინც სულ ჩააბარე ხოლმე, თუ ზიარების საშუალება არ აქვს, რომ ეგება ერთ-ერთ იმაზე რაღაცა გაიხსნას უცებ და მოერიო ემუნებას და გადალახო. რა თქმა უნდა უნდა იაროს მაინც ადამიანი. სიძვის შესახებ მინდა ვკითხოთ, რომ რა კვებავს ამ ვნებას და რისგან თავშეკავებაა საჭირო ამის წინააღმდეგ. ან შეიძლება ადამიანი საქმით არ აღასრულებდეს ამ ცოდვას, მაგრამ ფიქრებით სულ დაკავებული იყოსო ამ რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე ცოდვა მით უმეტეს ახლა ჩვენ 21 საუკუნეში რომ ყველგან და ყველაფერში არის მოდებული ესა და როგორც აღარ თქვეს თავარი სიამოვნების მოყარეობა და 1000-ნაირ სიამოვნებას იგონებს ადამიანი ნაირს რომ რაღაცა კიდევ და კიდევ სხვანაირად გაერთოს სიძვა ჯერ ფიზიოლოგიურადაც არის ჩვენ თითოეულ ადამიანში არის ეს საწინააღმდეგო სქესისადმის სწრაფვა და შესაბამისათაც ასაკთან ერთად დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა იკლებს ეს ყველაფერი. ყვებავს ამას უაზრო ყურება, თუნდაც ტელევიზორის, smartphone-ების, ქუჩაში სიარული, როდესაც თვალს არ არიდებ არაფერს და ყველაფერს მასშტაბი ვიღაცას თუ იმეს თუ გამომწვევად აცვიან რაღაცა და უყურებ ყველაფერს, ბუნებრივია ეს უკვე ყვებავს იმ ნებას, რომელიც მერე უკვე ამ ცოდვაში ჩავარდება ადამიანი და
კიდე რა თქმა უნდა გემოთ მოყარეობაც და სიამოვნების მოყარეობა ეს ყველაფერი მას ყვებავს რა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა თვალის მორიდებით და თვალს ოდესაც პატრიარქი ამბობდა ხოლმე რომ თვალიდან შემოდის ადამიანში ცოდვა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ბრძოლას რომ იქ დავინახოთ რაღაც საცდურია და თვალს მოვარიდეთ ერთხელ ორჯერ ათჯერ და მე როგორც ჩვენ ჩვევაში გადაგვივა, უფალი ხედავს მე ამ ყველაფერს როგორ იბრძვის შენ და როგორ არ გინდა რომ შესწოდო და ღმერთს უღალატო და მე გაძლევს მადლსაც. თუმცა შეიძლება ახლა გვაქვს ჩვენ ისეთი ადამიანებს ნებები რომლებიც შეიძლება ზოგს თელი ცხოვრება გაყვეს მაგალითად, მაგრამ არ აღასრულოს და იბრძოლოს და ეს ადამიანი მოწამე იქნება. არა ისე როგორც 100,000 მოწამე იყო, არამედ ეს საკუთარი ნებებისადმი არ უჯერებდა და მაინც ქრისტეს ერთგულებდა. რა თქმა უნდა. კი ბატონო, მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ? დაუნლოდეთ მაგო. ილოცავთ გაიხარეთ. ასეთი კითხვა. სამპიროვანი ღმერთის ერთი მოქმედება. ქმილებისადმი ერთგვარად ვლინდება თუ სამგვარად, რადგან სამ ჰიპოსტაზოვანი და ერთგუნოვანი და მოქმედება ვლინდების თვისება და ჰიპოსტაზი ვლინდება. სამგვარად ვლინდება ერთ მოქმედება თუ ერთგვარად. ერთია ნება, ერთია გონება, ერთია მოქმედება და იქ მეტი არ არსებობს. როგორც ბიბლიაში უქმნეთ, რა თქმა უნდა, ხო, ანუ რა თქმა უნდა, სამი პირი, მაგრამ ერთი ნება, ერთი სიტყვა, ერთი. კი ბატონო. ესე იგი, უსიყვარულობას რა იწვევსო, რა მიზეზები აქვსო? როდესაც ზოგ ადამიანზე გრძნობთ ამას და ზოგზე არა. საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არავინ არ გვიყვარს. სიყვარული არის ძალიან ძნელი რამ. ერთ-ერთი ძნელი რამ, რაც ადამიანმა შეიძლება მოიპოვოს, არის სიყვარული. ჩვენ სიყვარული გონია ის, რაც გვსიამოვნებს. აი რაღაცამ სიამოვნებს და ისაა სიყვარული. რეალურად სიყვარული არის, როგორც გვასწავლის ქრისტიანობა, თავგანწირვა. ჩვენ ანუ როგორაც ადამიანი ძალიან ხშირად შევხვდებით მომავასეთ რაღაცას, რომ მე მიყვარს ის, ვისაც მე უყვარ ვარ. შენ თუ მე პატივს მცემ, მაშინ მეც აქცევ პატივს. მე თუ შენგან სიყვარული ვერ ვიგძენი, მაშინ შენ ჩემგან ვერ იგზნობ სიყვარულს. ეს ხომ სიყვარული არა, ეს ხო არის ანგარების აღებმიცემობა ჩვეულებრივი. მომცემ სიყვარულს, მოგცემ სიყვარულს. და მამები რას გვასწავლიან? რეალურად ის კი არ არის მთავარი, რომ შენ უყვარდე ხალხს, არამედ შენ გიყვარდეს. ეს არის მთავარი. შენ თუ გიყვარს, ამით გადარჩები, ამით ცხონდები და ამით ამ ქვეყანაზე ვიქნები ბედრიელი, იმიტომ რომ სიყვარული გახსოვთ პავლე მოციქულის არასადა დავარდები სიყვარულს არ შურს, არ მაღლოინ და ასე შემდეგ ჩამონათვალია იქ. ანუ ჩვენი მთავარი ის რეალურად არავინ არ გვიყვარს. აი შეიძლება არის ხოლმე მაგალითად რომ გარდაიცვლება ადამიანი ახლობე ყველა წერის თავის თავს. რეალურად რა მეშველება იმის გარეშე. ანუ თავისთავიდან იმაში იყო ყველა რა. ჩვენ დაცემული ბუნებიდან გამომდინარე შვილებიც რო ყავს, აი შვილებიც სიტყვაზე გავზარდოთ რაღაცა ჩვენს მერე და ანუ იქაც რაღაც გარკვეული ეგოიზმის ის არის. ნებისმიერ ანუ რეალურად უნდა ვაღიაროთ ჩვენ სიყვარული არ შეგვიძლია. და შესაბამისად ქრისტიანობის ერთ-ერთი უმთავრესი არსი ეგაა რომ ჩვენ ვისწავლოთ სიყვარული, უპირველეს ყოვლისა სიყვარული ღვთისა და მერე სიყვარული ადამიანისა. თან ორივე ერთად არ გამოდის ცალ-ცალკე. არ გამოვა მარტო სიყვარული ღმერთისა, ამ დროს ადამიანი არ გვიყვარდეს, არც მარტო ადამიანის სიყვარული და ღმერთი არ გვიყვარდეს. ორივე უნდა იყოს და რეალურად მამებიც გვასწავლენ ასეთ რაღაცას, რომ ადამიანი როდის ცხონდება, როდესაც მას უყვარს ღმერთი. და როდესაც მას უყვარს ადამიანი ვერ უნყოფი. აი მაშინ შესაძლებელია მისი ცხონება. იმიტომ რომ ცხონება რა არის? ცხონება არის ქრისტესთან ყოფნობა სულ და თუ ქრისტე არ გიყვარს როგორ იქნები ქრისტესთან? თუ გვერდში მდგომი არ გიყვარს, ერთად როგორ შეხვალთ ყველანი ქრისტესთან? ანუ სიყვარული არის ჩვენი მთავარი სასწავლებელი და ზოგჯერ კი არა ხშირ შემთხვევაში უნდა ვქნათ ესე რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ სიყვარულის საქმეებისათვის, რომ აი იოანეს სინელი ამბობს, მინდა იოანეს სინელი ასეთ რაღაცას, რომ თუ გინდა რომ ვინმე შეიყვარო, მაშინ მოეკეც იმას ისე თითქოს გიყვარს. ეს ფარისევლობა არ არის. შენ გინდა რომ შეიყვარო ეს ადამიანი და გარეგნულად უმტკიცებ ამას და ღმერთიც ამას ხედავს და მე საქმეებში გამოვლენილი უკვე გული სხვანაირად თბება ხოლმე და მე უკვე სიყვარულში გადადეს და სიყვარული აღარ უყურებს მე იმას უყვარს, ამას არ უყვარს, იმან მაწყენინა, იმან ცუდად შემომხედა, არაფერი აღარ არის. უყვარს ყველა და მორჩა. გამორჩევაც არა, ის მიყვარს, ის არ მიყვარს. არა, თუ სიყვარული გვაქვს, მაშინ ყველა გვიყვარს. და ჩვენ სიყვარული იმათ ქმედებებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. კი ბატონო. მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. ისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. საღამომშვიდობისა. გამლოცეთ მამებო. იცოდეთ, გაიხარეთ. ორი შეკითხვა მაქვს. კი ბატონო. ესე იგი პირველი
მე ვიცი რომ პარაკლის უხდიან ცოცხლებს და პანაშვიდს უხდიან მიცვალებულებს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა გამიგონია რომ მიცვალებულებს გადაუხადეს პარაკლისი. აი ამ ორ სიტყვას შორის განსხვავება მითხარით. და მეორე, მამა პაისის 4 წიგნი მაქვს, 4-ვე რამდენჯერმე მაქვს დაკითხული. მაგრამ თქვენი აზრი მაინც ვერ გავიგე, ფილმი რო გადის მამა პაისის შესახებ უნდა უყუროთ თუ არა. მადლობთ. პარაკლის პანაშვიდი არის ზოგადად გაძლიერებული ლოცვა ეკლესიის ცოცხლებისთვის და მიცვალებულებისათვის. შესაბამისად რაღაც ეკლესიას აქვს ასეთი რაღაცა, ხო, ძალაუფლება, რომელიც თავად ქრისტემ მოანიჭა, რომ ვილოცოთ მიცვალებულებისათვის და ვილოცოთ ცოცხლებისთვის. და ეს არის მარტივი, აქ ცოცხლებისთვის ქვია პარაკლისი, მიცვალებულებისთვის ქვია პანაშვიდი. რაც შეეხება მამა პაისის თვითონ მამა პაისის კინოს გადაღება გადაიღეს ორგანიზატორები ამ კინოსი არის ის ადამიანები, ვინც პირადად იცნობდნენ მამა პაისის. პირადად იცნობდნენ, პირადად ჰქონდათ შეხება და იმ სულის მატარებლები არიან, რომლებიც მამა პაისს ჰქონდა. იგივე წმინდა იოსებ ისიხასთ, წმინდა ეფრემ კატურნაკელს ახლა როგორც ვიცით, შემდგომში მზადდება იოსებ ისიხასზე უნდა გადაიღონ ფილმი და პორფირე კავსოკალიველზე, ну საერთოდ პორფირე კავსოკალიველი მისი დონის წმინდანი 20 საუკუნეში და ის სასწაულები რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, ну ვერ გადმოსცემენას, ეს სასწაულია და როგორ არ უნდა აღიბეჭდოს იქ და მართლმადიდებლურად სწორlis კარგად ლამაზ ფორმატში გაკეთდება, რომ ჩვენ გავიგებთ ძალიან ბევრ რამეს და აი სულიც იგრძნობა, რომელიც სულითაც კეთდება ეს ყველაფერი და ის წიგნები, რომელიც თქვენ თქვით, წაკითხულობა, იქ ძირითადად სწავლებები არის მოცემული და აქ არის ცხოვრება, როგორ მივიდა იქამდე ღმერთამდე, როგორ გაიარა ეს გზა და თან ზუსტად იმ ადგილებში ყოფილა გადაღებული თანამედროვე საბერძნეთში, სადაც მაყურებელი ის. გისმენთ ეთერში ხართ? ბოდით კითხვას დავაზუსტებ. წერა მოქმედებით შესახებ რომ ვკითხეთ. კონკრეტულად მაინტერესებდა რომ ერთმანეთის ერთი მოქმედება როგორ მინდება ხმილებისადმი, მაგალითად, როცა ქრისტე ინათლება მამა ხმით ამოწმებს და უშუალოდ ნათელთისებს სულიწმინდა ტრების სახით გადმოდის. ასევე ფერიცვალებისას მამის ხმა და სულიწმინდის თანამონაწილეობა და ქრისტე გაბრწყინდება, ქრისტეს განკაცებას მამის სათნოჩენით და ქრისტე უშუალოდ ის პიროვნებას გასაუბრებას იღებს და სულიწმინდა თანამონაწილეობს. და ეს ღმერთის ერთი მოქმედება, ეს ნიშნავს იმას, რომ სამგვარი წესით ვლინდება, თუ სამგვარი წესით არ ვლინდება, მაშინ ეს როგორ აქვს ეს გამოვლინებელი მამის, ძის და სულიწმინდის. არ გავიგე შეკითხვა. შეკითხვა რაშინ გუმაროს მაინც ვერ გავიგე და მე ალბათ ავიცი, შეიძლება შევხვდეთ ცალკე და თავილაპარაკოთ რა არის შეკითხვა, რომ უფრო მეტად საკმაოდ სიღრმისეული თემები არის და ჭირდება საფუძვლიანი საუბარი ამას და შეგვიწმინდა იოანე დამასკელსაც წერია ამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ან შემდგომ პირადად გავისაუბროთ ამ თემაზე. მეც კარგად ვერ გავიგე. კარგად ვერ გავიგე, თან საკითხი ნამდვილად ისეთია, რომ ხანგრძლივი დასჭირდება მაგას და ასე ტელევიზიის ფორმატი ამას სხვანაირად ვერ ვერ განმარტავთ. ამაზე შეიძლება პირადად შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის, ესე იგი მოსმენილი მაქვსო ასეთი რამ, როცა ნათლის ანგელოზი განუდგა ღმერთს, მიზეზი ადამიანია, ანუ მას არ სურდა იმ ღმერთის განდიდება და თაყვანისცემა, რომელიც ისე დაიმდაბლებდა თავს, რომ მისი ქმნილების გულისთვის მიიღებდა იმ დაცემულ ხორციელ ბუნებას და გამოიხსნა. ამიტომ მოინდომა ღმერთობა. და ამბოხიც ამის გამო მოხდა და დაეცა, გადმოგდებულ იქნა ზეციდან. ამიტომ ჯის ადამიანს და სამოგიეროსაც ცდილობს გადაუხადოს ღმერთსო. ჩვენ ვიცით სწავლება საეკლესიო, რომ ნათლის ანგელოზს უნდა ღმერთობა. ამ პარტავნების სოდვაში ჩავარდა და შესაბამისადაც დაენარცხა მიწაზე, მაგრამ ასე რომ ეხლა იმის გამო ის ვერ დაიტია, რომ მისი თავარი მოვალეობა შეიძლება ასე ვთქვათ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი სული წაართვას ღმერთს. და აი დემონური მდგომარეობა არის ის, როდესაც ადამიანი იღუპება, მიდის დაღუპვისაკენ და რაც შეიძლება უნდა რომ მეტი ადამიანი წაიყვანოს თან, მეტი ადამიანი აცდუნოს.
ეს არის სწორედ აი ბოროტის მოვალეობა და ბოროტის საქმე ამ ქვეყანაზე და ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს და შესაბამისად და ჩვენ თავისუფალი ნებიდან გამომდინარე უნდა ავირჩიოთ ღმერთი გვინდა თუ არ გვინდა ღმერთი სამოთხე გვინდა თუ არ გვინდა სამოთხე მის გზაზე ვივლით თუ სხვა გზაზე ვივლით რა თქმა უნდა ეს ყველაფერი თითო ადამიანის გადასაწყვეტია ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს და ეს ბრძოლა ეს გამოცდების ჩაბარება რომელიც ჩვენ ამ ცხოვრებაში გვიწევს იქნება სულ და შესაბამისადაც ამასაც უფალი უშვებს რომ ის ბოროტის გარკვეულწილად გვებრძოდეს რომ აი მასში გამოვიწრთოთ შეიძლება ჩვენი სრული გამოიწრთოს ჩვენი სული გამოიწრთოს და შესაბამისადაც ვიცხოვროთ მე როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდეო? სიმშვიდეს მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რა თქმა უნდა, იმიტომ უფალი თავად ამბობს სახარებაში, რომ ისწავლეთ შენგან რა თქმა მშვიდვარ და მდაბალგულითა და თითოეული ქრისტიანი შეიძლება ასე ვთქვათ, უნდა შვიდი იყოს, ანუ ქრისტიანის გამრჩეველობა უნდა იყოს, რომ სიმშვიდით არ არსებობს იყოს მრისხანე, ბრაზიანი ქრისტიანი, ხო? სიმშვიდე, რა თქმა უნდა, როგორც სხვა ყველა დანარჩენ სათნოებებზე მუშაობს ადამიანი, ასე უნდა იმუშაოს სიმშვიდეზე. ისევ როგორც წავთქვი, რომ ადამიანმა ისწავლოს მინდობა ღმერთზე, რომ ყველაფერს განაგებს უფალი, ყველაფერს განაგებს უფალი, რომ ყველაფერს აღასრულებს უფალი, რომ ჩვენზეც ის ფიქრობს, ჩვენზეც ის გეგმავს, ჩვენს მომავალსაც, ჩვენს შვილებსაც, ჩვენს ოჯახსაც, ყველაფერს ის პატრონს, მაგრამ ამისთვის რომ ეს შემოვიდეს ჩვენში ამისთვის საჭიროა ჩვენი ქრისტიანული ნაბიჯებით. ამისთვის საჭიროა ლოცვა. ბევრი ლოცვა, როგორც ერთ-ერთი მამა ამბობდა, ბევრი უნდა ილოცვა და ყოველთვის კარგი აზრები გქონდეს სიმშვიდე, ანუ კარგი აზრები გქონდეს, ანუ სიმშვიდის აზრები გქონდეს, რომ არ აღელდე, რამდენი ცუდი აზრი შემოვა, ცუდი შფოთი შემოვა, სულ გარდაქმნა კეთილ აზრად ეს. აუცილებლად. აი მრავალი წლების განსაცდელების მერე ნელ-ნელა იწრთობა, ეს უცებ არ მოდის ეს რომ ადამიანმა მიიღოს სიმშვიდე და უცებ იმას აქნას, აი მრავალჯერ შეიძლება დაეცეს ადამიანს საბოლოო ჯამში ისწავლოს რომ ბოლომდე უნდა მიენდოს უფალს და როგორც აი წმინდა მამები აღარაფერზე აღარ ღელავდნენ, არაფერზე არ ნერვიულობდნენ, სიმშვიდე ქონდათ სახეზე, მთელ სხეულში, ხმაში, გამოხედვაში და გამომეტყველებაში და ასე შემდეგ სრულად მინდობილნი იყვნენ უფლისადმი, იცოდნენ რომ ყველაფერს უფალი აკონტროლდა, მაგრამ ეს მოიპოვება, ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამას ისე ვერ მივახცევთ. თუ ჩვენ არ ვილოცეთ, არ მოვინანიეთ წოდები, არ ვიყვაწეთ, არ ვიმარხულეთ და ეკლესიის ცოცხალი წევრები არ ვიყავით. ნებისმიერ რამეს, რაცაც ამ ქვეყნიური თვალთახედვით ჩვენ უნდა მოვიპოვოთ, იგივე სამსახური იქნება მთელი თვე ადამიანი წელზე ფეხებს იტყავს იმისთვის, რომ თვითმფრინავს რაღაცა ხელფასი აიღოს და რაღაც პატარა ოჯახში მიიტანოს ფული, ხო და მით უმეტეს ახლა ისეთი სათნოება მოიპოვოს, როგორც არის სიმშვიდე, რა თქმა უნდა, ამას უნდა ბრძოლა, ამას უნდა მეცადინეობა, ღვაწლი და დასაკარგი დრო არა გვაქვს, რასაც ხშირად ვეუბნები ჩემს როლსაც ხოლმე, რომ ჩვენ არ ვიცით როდის დაგვიძახებს უფალი და სამწუხაროდ იმის მაგვირათო ჩვენ ვიმუშაოთ ამ საკითხებზე და ვიფიქროთ, ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე, რომ რატო არ დადიხარ კვირას წირვაზე და რამდენი ხანი არ ყოფილხარ, როგორ როდის ბოლოს ოდის ეზიარე და ასე შემდეგ. აი ასე იზრდება ადამიანი ეკლესიის ცოცხალი წევრობით და ნელ-ნელა მერე სწავლობს სიმშვიდეს და სიმდაბლესაც და სიხარულით შემოდის მერე ამ ადამიანს. კეთილი მაყურებელია ისევ მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხარ? გისმენთ? ალო. დიახ, გისმენთ, ისაუბრეთ. დამლოცეთ მამაო. მერტ, გაიხარეთ. მამაო, რა მაინტერესებს? რამოდენიმე წელია გაშორებული ვარ მეუღლეს. ეხლა მაქვს ურთიერთობა ერთ ქალთან, რომელსაც, რომელთანაც ჯვარი არ მაქვს დაწერილი, მაგრამ ესე პირდაპირ ვეძახი, რომ ჩემი მეუღლე ხარ თქო, მაგრამ ჯვრის წერამდე ჯერჯერობით არ მისულა ჩვენი საქმე. რამდენად კანონიერად ითვლება ჩვენი ურთიერთობა, თუ მაინც რუსულ ცოდვაში გვეთვლება თანაცხოვრება. მადლობა. რა თქმა უნდა, ითვლება ცოდვა. სქესურული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ არის კანონიერი, როდესაც არიან ჯვარნაწერი მეუღლეები და შესაბამისად ცხოვრობენ იმით ქრისტიანული ცხოვრებით და მის გარეშე, ჯვრის გარეშე ის ურთიერთობა არის ცოდვა, იმიტომ შეიძლება ადამიანმა ახლა იცნობენ ადამიანებს, არ ვიცი რამდენი პარტნიორი ყოლია და სულ ყველას თვალს ეძახდა. ნებისმიერ შეიძლება სული დაუძახოს, ხო? ადამიანს შესაბამისად ამისთვის არის სწორედ ეკლესია, ამისთვის არის საპატრიარქოში სწორედ მეორე ქორწინებაზე იქ შედის და ადამიანი და ეპისკოპოსი მას წაუკითხავს ამ ლოცვას და მე უკვე ეპისკოპოსის კურთხევით მას შეუძლია რომ ჯვარი დაიჭიროს მეორე ქორწინებაზე და უკვე მე კონდეს მასთან კანონიერი ურთიერთობა. თორე ასე შეიძლება ნებისმიერ ამას ნებისმიერს
იმდენი ადამიანი იყოს ცხოვრებაში, ყველას დაუძახოთ ცოლი და ყველას დაუძახოს ქმარი. ბატონო. რა არის მაყურებელია? გესმით ეთერში ხართ ისა. გამოდეთ მამემო. გაიხარეთ. ქრიტე დახულ კარებში რო შევიდა აგრომესვარი მოწაფეებთან. ხო უთხრა მიიღეთ სულიწმინდა. და შემდეგ სულ მოფენობაზე კიდე გადმოვიდა სულიწმინდა და ეს ერთი და იგივე სულიწმინდა თუ სხვადასხვანაირი ვარიანტია. საერთოდ მამები ასე ამბობენ, რომ სულიწმინდის ნიჭები სხვადასხვანაირად გადმოდის ადამიანებზე და სულიწმინდის ნიჭი კიდე მრავალია. ის რომელიც უფალი აღდგა და კუდრეთით აღდგა და კედელში გაიარა და მოციქულებს ახარა და მშვიდობა უსურვა პირველ რიგში, ვიცით რომ შემაშინ ისინი თან შეშფოთებულები იყვნენ და რეალური საფრთხე იყო იმისა, რომ მოძღვართან ერთად მისი მოწაფეებიც მოეკლათ და პირველ რიგში ეს სიმშვიდე უსურვა მას და აი სულიწმინდის მადლი ამაში გამოისახებოდა, რომ შვიდი მოვიდა, იმიტომ ეს საფრთხოთ ვისება სიმშვიდე. და სულფოფენობის დროს გადმოვიდა, ეს უკვე იყო ცეცხლოვანი გარდამოსმა ცეცხლის ალად დაადგა თითოეულ მოციქულს. სულფოფენობა ამავე დროს არის ეკლესიის დაბადების დღე, შეიძლება ასე დაარსების დღე, იმ საიდუმლოებების დაარსების დღე, რომელიც ეკლესიაში აღესრულება და შესაბამისადაც ეკლესიაში არის სულიწმინდის მადლის განსაკუთრებული ყოფობა და სულიწმინდის მადლის გარდამოსვლა ადამიანებს ხდება სხვადასხვა სახით, სხვადასხვა კუთხით და სწორედ ეს არის პასუხი. კი ბატონო, რა არის ოჯახურ თანაცხოვრებაში მთავარი, როცა მეუღლე და ოჯახი არ ცხოვრობს ქრისტიანულად, ხშირად გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა, რაც კამათით სრულდება. მე ვარ აღსარებელი და მყავს მოძღვარი, რაზეც ხშირად ღიზიანდება ოჯახიო. როგორ მოვიქცეო? ჩვენ ვინც არ უნდა გაღიზიანდეს, ჩვენ ჭეშმარიტება ყოველთვის უნდა დავამოწმოთ და ჭეშმარიტება ყოველთვის უნდა ჭეშმარიტად ვიცხოვროთ. იმის გამო რომ ვინმე ღიზიანდება ჩვენი ქრისტიანობით, მაშინ არ გვეყოლებოდა არც ბარბარე, წმინდა ბარბარე, არც დიდმოწამე გიორგი და არავინ, ხო? სწორედ ესაა, რომ სადღაც რომელიღაცა წმინდანი ამბობს, მამა აღარ მახსოვს ახლა ასეთ რაღაცას, რომ ქრისტეო ეჭვიან ცოლს აკავსო. ანუ ნახევარს ვერ დაგიტევს, სულ უნდა გიფთლიანად უნდა გეყოლოთ. განა იმიტომ რომ ქრისტეს ჩვენი სიყვარული ჭირდება, არ ამეჭირდება. არა, უბრალოდ რომ ქრისტეს სიყვარული სრულად მივიღოთ და ჩვენი სული მართლა განიღბოს და შეუერთდეს მას, ამისთვის საჭიროა სრული სიყვარული. რომ სრულად გიყვარდეს უფალი და უკან არაფერი არ დავიტოვოთ და მაგრამ ახლა შეიძლება იქ რაღაცა შეხვედრაზე წავიდეს ადამიანი და არ გააღიზიანოს ზედმეტად და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი ცოლქმრულ ცხოვრებაში არის ქრისტე. როგორც საერთოდ ცხოვრებაში არის ქრისტე. თუ ცოლქმრისთვის პირველი იქნება ცხოვრებაში ქრისტე, მაშინ ჩათვალეთ, რომ ესა ცოლქმრობა შედგა და ეს ცოლქმრობა იქნება მართლა კურთხეული ღვთისაგან. როდესაც ცოლს ყველაზე ძალიან უყვარს ქრისტე და მერე ქმარი, როდესაც ქმარს ყველაზე ძალიან უყვარს ქრისტე და მერე ცოლი, შესაბამისადაც უფრო ადვილად უგებენ ერთმანეთს. იმიტომ კონფლიქტები და კამათები და ისინი ყოველთვის ხდება, ყველგან იქნება. თუ შენ არ დაუთმე ქრისტიანმა, აი მან არ ხან შენ დაუთმე ხან იმას და მაშინ არ შედგება ცოლქმრობა. დაიშლებიან ძალიან მალე. და ქრისტიანმა სწორედ ამას გვასწავლის მიტევებას, ქრისტიანმა სწორედ ამას გვასწავლის, რომ უპირველეს ყოვლისა ამაზე ახლობელი ადამიანი შენ არ აკავს, როგორც არის მეუღლე. პავლე მოციქული ამბობს საოცარ რაღაცას, რომ ეს საიდუმლო დიდარს ქორწინებაზე ამბობს. არც ერთ სხვა ურთიერთობაზე არ საუბრობს განსაკუთრებულად პავლე მოციქული. მხოლოდ ამაზე ამბობს, რომ დიდი საიდუმლო არის ცოლქმრობა, ამისთვის ცოლმა დაუტევა ოჯახი და შეუერთდა ქმარს, ქმარმაც დაუტევა ოჯახი და შეუერთდა. ესეთი ორნი აღარ არიან, არამედ არის ერთნი. და ერთნი უნდა გახდეთ. ანუ ცოლქმრობის მთავარი მიზანიც არის განღმრთობა. ისევე როგორც ნებისმიერი თითოეული ჩვენგან რა თქმა უნდა ამ დროს ყველაზე კარგად ჩანს, კარგად მუშაობს, შეიძლება ვთქვათ, საკუთარი ეგოიზმის დათრგუნვა. ზოგს მაინც ცოლთან მოუნდება დამტკიცება ყველაფრის. არა და ყველაზე ფაქიზი და ყველაზე თბილი და ტკბილი ურთიერთობა უნდა ქონდეს ცოლთან. ასევე ცოლს ქმართანაც. და ვინც ამას ვერ უფრთხილდება, მეც ხშირად ვხედავ ჩემი გამოცდილებიდან მრევლთან ურთიერთობით და ამოამრავ ხალხთან ურთიერთობით, რომ ვისაც ოჯახი ერევა, მე იმას ცხოვრებაც ერევა ხოლმე რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი გაუფრთხილდეთ ამ ურთიერთობას და თითქოს ეს აზრი არ იყოს წავალ სხვას მოვიყვან და მეორეჯერ გავთხოვდები მას. არა, ირევა ადამიანის ცხოვრება და ძალიან ერთეულებმა თუ შეძლეს ის, რომ რაღაცა ცოტა დაალაგონ და რაღაც, იმიტომ რომ ყველგან მოყვება ეს ყველაფერი რა და აი ისე მთავარი არის მოთმინება, ურთიერთგაგება და როგორც წეგანავთ კი ქრისტეს უდიდესი სიყვარული ორივე ცოლქმრის. ხრისტთვის საჭიროებს ადამიანი მარხვას.
მარხვის უმთავრესი არსი ის არის, რომ ჯერ პირველ რიგში თავად ქრისტე მიმარხულა 40 დღე, ვიცი ჩვენ სახარებიდან და შესაბამისად ჩვენ თუ ქრისტეს მოწაფეები ვართ, უნდა მივსდიოთ სწორედ მას, რომ რასაც იგი აკეთე და ჩვენც იგივე გავაკეთოთ. მარხვის დარღვევით გამოიდევნა ადამიანი. რა თქმა უნდა, ესეც მარხვის დაცვით უნდა შევხვდეთ. მარხვის დაცვით შევალთ დაბრუნდებით კვლავ სამოთხეში, მაგრამ ამავე დროს ჩვენ აგვაქვს ისეთი სერიოზული ვნებები დასამარცხებელი, როგორც არის რაღაცა ამპარტავნება, შური, განკითხვა, ეგოიზმი და თუ ჩვენი კოჭი ვერ დავიმორჩილეთ, მაშინ ვერ დავიმორჩილებთ ვერაფერს, ხო? ამიტომ კოჭის დამორჩილება უფრო ადვილია, ვიდრე ჩვენი ამპარტავნების, ვიდრე რაღაცა საუბრობთ სიძვამრუშობის ნება და ასე შემდეგ. თუ აქედან იწყება, ანუ ვარჯიშობს და ასკეტიკაც ასე ვთქვათ, ვარჯიში არის ასკეზა. ვარჯიშია იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს ამ პატარ-პატარა გამარჯვებებით მიაღწიოს იმას, რომ მე ამ დიდი გამარჯვებები მოიპოვოს და საკუთარი სული, როგორც ასე ძლიერი სპორტსმენი ჩამოიყალიბოს საკუთარ სხეულს ესეთ, ასეთი ძლიერი სული ქონდეს ადამიანს, რომ პატარა საცდურზევე არ დაეცეს ხოლმე და არ შესწოდოს და გაუძლოს ყველა იმ საცდურს, რომელიც შეიძლება ადამიანს მრავალი საცდური ქონდეს ცხოვრებაში. მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ? დამრეცეთ ამაზე. გაიხარეთ. აი ასეთი შეკითხვა მაქვს. რა არის ექიანობა და უნდობლობა ადამიანებისადმი? არა ისე საერთაშორისო ინდუსტრიაში არ მესმის. არ ისმის ცოტა, ცუდად ისმის. რა არის ექიანობა? დიახ. და უნდობლობა ადამიანებისადმი? არა ისე აი პირველად გავიგე რა არის ეჭვიანობა და მე არ მესმის იქნებ პროდიუსერმა გამიმეოროს თუ შეიძლება. ეჭვიანობა და უნდობლობა. უნდობლობა. დიახ. კეთილი. ხო. ეჭვიანობა და უნდობლობა ნებისმიერ ადამიანს. საერთოდ ეს ეჭვიანობას და უნდობლობას არ ასახთო თვისებები. ეჭვიანობა ესე და არენდობი, ესე იგი არ გიყვარს ესე ვიღაცის ისა კაკ რა ქვია შენ ეჭვები გაქვს იმაზე რომ ვიღაცა რაღაც არასწორს გიკეთებს. ვიღაცა გებრძვის, ვიღაცას რაღაცა შენთვის ცუდი უნდა და შესაბამისათაც მთელი ჩვენი სულიერი ძალები მიდის იქითკენ რომ ადამიანები აღმოვაჩინოთ ვინ გვებრძვის და ვინ იმას უშვება, ვიეჭვიანოთ და მე ამაზე ვებრძოლოთ. ამიტომ სადღაც შეება ღმერთის ადგილი, რომ ღმერთი ვილოცოთ. უფალი ასეთ რაღაცას სახარება ასეთ რაღაცას გვასწავლებს ზოგადად ეკლესია, რომ მთელი ეს ჩვენი ყველაფერი უნდა მივანდოთ უფალს. ჩავაბარო მთელი ჩვენი კვერექში როგორ ვამბობთ წირის დროს ამდენჯერ ყოველი ცხოვრება ჩვენი ქრისტეს აღმერთსა ჩვენსა შევედროთ. საკუთარი თავი ჩვენი ირგვლივ ყოფილი ყველაფერს ქრისტეს ვაბარებთ. შენ გაბარებთ უფალო, შენ მიხედე თორე ადამიანი გაგიჟდება მართლა ყველაზე და ყველაფერს რო ეჭვიანობს, ხო? არავის რო არენდობა, უბედურია ასეთი ადამიანი, არავის არენდობა. ყველა სიტყვაში ვიცნობ ასეთ ადამიანებს, მე და გაუბედურებულები არიან. ყველა სიტყვაში რაღაცას რო ეძებენ. რაღაც არასწორად მითხარი, არასწორად აღარც იმათ აღარ უნდათ მე ამათ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. ეს არის სენი, რომელიც იკურნება რა თქმა უნდა უფალთან ურთიერთობით და აი ესე ლოცვით და ქრისტეს ეკლესიის წევრობით. კი ბატონო, ბედისწერა თუ არსებობს? ბედისწერა რა თქმა უნდა არ არსებობს, იმიტომ ბედისწერა რო არსებობდეს, მაშინ საერთოდ გავშალოთ ეს თემა ქრისტეს მოსვლას აზრი აღარ ქონდა. თუ ყველაფერი ჩვენთვის განკუთვნილია მომავალი, მაშინ რა აზრი ქონდა ქრისტეს მოსვლას, ხო? რა აზრი ქონდა აღდგომას, რა აზრი ქონდა საერთოდ რამეს. ჩვენს მომავალს განვაგებთ ჩვენ თვითონ. და ღმერთი გვეხმარება მე. ჩვენი ხვალინდელი დღე დამოკიდებულია ჩვენს პირად არჩევანზე, დღევანდელზე, რა არჩევანს გავაკეთებთ და შესაბამისათაც ვიქნებით კარგი არჩევანს გავაკეთებთ, ვიქნებით უფლისაკენ და მივიღებთ შესაბამისად, ცუდ არჩევანს გავაკეთებთ, არ ვიქნებით უფლისაკენ და თქვენ გვექნება რაღაც გარკვეული. მაყურებელია ისევ. გისმენთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. მოგესალმებით მამანო. აი მამა ბასილს მეაქამდე არ ვიცნობდი, გუშინ შევხვდი ალილოს მაღაზიაში და ეხლა უყურებ და ვარ ბედნიერი. ასეთი კითხვა მაქვს, სანამ ჩემს მოძღვარს ვკითხავ. აი ეს სიბრძნე სოლომონისანი და სიბრძნე ზირაქისანი. მახსოვს ერთხელ იყო კურთხევა პატრიარქის თუ წაიკითხეთო. სიბრძნე ზირაქისანი მაქვს მე წიგნი და ვკითხულობ, მაგრამ ინტერნეტში სიბრძნე სოლომონისანი რომ მოვიძიე, იქ აწერია კანონიკური საკითხავი და რამდენად კურთხევის გარეშე ან საერთოდ კურთხევის მერე ამისი კითხვა შეიძლება მამაო. დიდი მადლობა პასუხისთვის. საერთოდ ქრისტიანები როცა ვართ, მე მგონი არ უნდა გვჭირდებოდა კურთხევა სახარების საკითხ ბიბლიის საკითხვაზე, ხო? ჩვენი მთავარი წიგნი არის ბიბლია და ამაზე განსაკუთრებული ქრისტიანები ვერ გავხდებით თუ წავიკითხეთ კი არა. ის რაც იქ წერია, ისე უნდა ვიცხოვროთ ჩვენ.
ყოველდღიური შეხება უნდა ქონდეს, ჩვენი სამაგიდო წიგნი იყოს და კურთხევა შეიძლება ავიღოთ, რომ აი დღეს ვერ ვკითხულობთ და მომეც კურთხევა რომ დღეს ვერ წავიგე. რაღაცა ვერ გავიგე, მამაო, სიტყვაზე იქა და შეიძლება ამის უნდა შევისწავლოთ. კურთხევა შეიძლება თქვა უფლება ავიღოთ, რომ ვისწავლოთ, აუცილებელი უფლება კი კურთხევა კი. აუცილებელია ყველა წიგნი წავიკითხოთ და რა თქმა უნდა განსაკუთრებით კიდე ძველი აღთქმას კიდე ცოტა მეტი სიფრთხილეა საჭირო და ახალი აღთქმის ჭრილში უნდა აი ამ სულით უნდა ვკითხულობ და ძველ აღთქმასაც და ძალიან დიდი სიბრძნეა რა თქმა უნდა წმინდა წერილია და საღვთო სული წმინდის მიერ დაწერილი არის და შესაბამისათაც უნდა ვკითხულობდეთ აუცილებლად. კეთილი მაყურებელია ისევ გისმენთ ეთერში ხართ? მამა არა უკაცრავად მე გულისხმობდი ბიბლიას კი არა რომელსაც სულ კითხულობ განუწყვეტლივ აი სიბრძნე ზირაქისა და სიბრძნე სოლომონისა დიახ ამას გულისხმობ მამაო ხო წაიკითხეთ და თუ რამე აზრები გექნებათ მე განვიხილოთ თუ რამე ისეთი თქვენ არასწორად მიიღებთ აზრს ან რამე ისეთის დაგეუფლებათ შეგიძლიათ წაიკითხოთ არაა პრობლემა კეთილი ესეთი კითხვა არის ნინი გვწერს ვარ მეუღლესთან დაშორებული და მსურს ჯვრის აყრა და თუ არის ეს შესაძლებელია ეს უფრო ხელმეორედ ქორწინების ნებართვა არის ჯვრის აყრა ასეთი არ არსებობს იქ უბრალოდ ეპისკოპოსი უკითხავს შენდობის ლოცვას რომ ის ურთიერთობა რომელიც მას მეუღლესთან ექნება მრუშობის სოდვაში არ ჩაეთვალოს და კანონიერად უკვე დამცრობილი სახით იყოს მეორე ჯვრის წერა და შესაბამისად საპატრიარქოში უნდა მიხვდეთ ამ საკითხზე მეუფესთან. კი ბატონო. აყურებელია გისმენთ ეთერში ხართ. ისაუ. პატაკლუცეთ მამაოებო. გაიხარით, მადლობა. შეკითხვა მაქვს ასეთი. თქვენ განაცვინდა ჯერ როცა კურთხევა. ქრისტემ გაკურთხოთ. მამაოებო. შეკითხვა მაქვს ასეთი. ადამიანი როგორი უნდა იყოს, რომ ჩემი კარგი უფალი იხილოს და საერთოდ ეს იხილოს თვალით ცხადად და შემდეგ როგორი უნდა იყოს კიდო ადამიანი, რომ სიზმრისეულადაც ბევრი რამე იხილოს საერთოდ იმ ქვეყნიურიც და როგორ თქვა გასაგებია დაახლოებით მივხვდი თქვენს კითხვას მადლობა მამაოც მეგონი გასაგებია ყველაფერი ჩვენ არ უნდა ვესწრაფოდოთ იმას რომ ან ზამანს რაღაც ხილვები ქონდეს და სიზმრისეული და მომავალი და იქაური ცხოვრების და ასე შემდეგ ესეთი რა თქმა უნდა გულში უნდა ვიგრძნოთ ესეთი სურვილები ვისაც ქონდა ძალიან ბევრი რომ ერთად დაამთავრა იმიტომ რომ ბოროტსაც არ ასწინავს და სწორედ ისე დაგანახებს ამ ყველაფერს და საკუთარ თავს ისე წარმოგადგენინებს რომ ახლა რაღაცებს ხედავ და ჩვენთვის თავარია ჩვენ აი როგორ ამბობს ის რომელიც წმინდა მამაა რომ ის კი არაა თავარი რომ ანგელოზებს ხედავთ არამედ თავარი არის საკუთარ ცოდვებს ხედავთ გადამრჩენელი ჩვენი გადამრჩენელი არის საკუთარი ცოდვების ხედვა როდესაც საკუთარ ცოდვებს ხედავთ შესაბამისად ვინანიებთ ლოცულობთ და უფალსაც ეს უნდა და მე თუ უფალი ინებებს გამოცხადებას ეს მისი საქმე არის ჩვენ ასე მოვინდომოთ მოვითხოვოთ რომ გამოგვეცხადოს და ვნახოთ ეს ვფიქრობ უფრო სწორი იქნება ვთქვათ მაგის ღირსიც არა ვარ მე რომ უფალი გამომეცხადოს ჩემი ცოდვების გამო და ჩემი თავი გამჭირვებია და ძლივს მივათრევ ჩემ თავს და რაღაც ეს განწყობა უფრო სწორი არის ქრისტიანული. ესეთი კითხვა არის პაატა გვწერს რუმინეთის დედაქალაქში მსოფლიო კათედრალი რომ გაიხსნაო დაძარი იქ ბოლოს ნახე კადრები სადაც ქალი იყო საკურთხეველში და ამბამო დამამწუხრაო შეიძლებაო მანდ ესეთი რამ მომხდარიყო? კი, იყო ტრადიცია ეკლესიაში დედათა დიაკვნებიც შესაძაც იყვნენ და შედიოდნენ მსახურობდნენ ხოლმე და ამაში ისეთი აბული ტრადიციის მიხედვია ჩვენთან ტრადიცია რაღაცა გარკვეულ ასაკს რო გადააბიდნენ ასაკის მერე მონაზვნებიც მონაზვნებრო შესულან საკურთხეველში და ოღონდ აქ თავარი არის ტრადიციები აი რა ტრადიციები ჩვენ ქართულ ტრადიციაში არ აქვს ეგეთი რაღაცა ხოლმე და უცხოეთში ეს მგონი საბერძნეთშიც რომელიღაცა იმეებში შესაძლებელია ამაში არაფერი ისეთი არ არის აქ რამე განსაკუთრებულია და ესეთი კითხვა არის ეს წავიკითხეთ ღმერთის ეს კითხვას დას
ესე იგი მე არ მსურს სხვასთან ეს გოგონა გვწერს აი ჯვრის საყრაზე რომ ვკითხა რომ მე არ მსურს სხვასთან ურთიერთობაში ყოფნა და მხოლოდ ჯვრის საყრა მინდა და ეს თუ არისო შესაძლებელი. არა, ეგრეა ის ჯვრის საყრა ის ჯვარი აყრილია ისე და თქვენ არ გიყავს ის ხო შემდგომისთვის არის. და აღარ ხართ ერთად და აღარ გაკავშირებთ. იციან ხოლმე რომ აი ბოლო ის ყველაფერი კავშირი გავწყვიტო იმ ადამიანთან რაღაც ეგრე არ არსებობს ეგეთი რაღაცა. კი ბატონო, როგორ შეუძლოთ მოთმინებაო? მოთმინება უნდა მოვითმინოთ. უნდა მოვითმინოთ, სხვა გზა ღმერთს ვევედროთ, რომ მოგწეს მოთმინება. დილა შუა დღეს საღამოს ღმერთო მოგვეცი მოთმინება, რომ შენთვის სათნოთ ვიცხოვროთ და მართლა გულით გვინდოდეს, რომ მოვითმინოთ, სოდვაში არ ჩავარდეთ, ვინმე არ შეუურაცხოთ და აი მოთმინება სავასთო ჯამში მოთმინებას აქ ის თვისება, როგორც მამები ამბობენ, რომ ადამიანის სულის ფერისცვალებას ახდენს მოთმინება, მის შედეგად უამრავი ცოდვები, ნებები იკურნება და საერთო ჯამში უფალი სიტყვებს ხაგარია, რომ მოთმინებითა თქვენთან მოიპოვეთ სულნი თქვენი. იმიტომ ჩვენ ამ ცხოვრებაში მრავალი განსაცდელი გვაქვს, მრავალი პრობლემა გვაქვს, მრავალი გაურკვევლობა და თან არც ვიცით ძალიან ხშირად როგორ უნდა მოვიქცეთ. მოვითმენთ, რაღაც გარკვეული პერიოდი გადის და ლაგდება თავისით ეს ამ ქვეყნიური პრობლემები რაღაცები. და ამიტომ გვეუბნება უფალი, რომ მე მომანდეთ, მე ვარ მამა თქვენი. აი ისე იყავითო როგორც პატარა ბავშვი რომ მიყავს სასეირნოთ რა ვიღაცას და რაღაცასო შეეშინდება იმ წუთში რომ მამასთან გამორუბსა დედას და რომ აი მამა იქ რაღაცა ძაღლია ან კატა რაღაცი შეეშინდება ხო აი ესე მოირბინეთ ჩემთანო და მე მითხარით ყველაფერი მე მივხედავ პირდაპირ გვეუბნება არა ჩვენ თვითონ გვინდა გავართულოთ ყველაფერი და დავამძიმოთ და მე ამაზე ნერვიულობ ჩვენ თვითონ ვეღარ ვითმენთ და ჩავაბაროთ უფალს ყველაფერი და ჩვენ მოგწეს ძალა იმისა რომ მოვითმინოთ ყოველი ჩვენი ცხოვრებისეული განსაცდელი პრობლემები გოგა გვწერს ესეთ კითხვას, როდესაც ქრისტე პეტრეს ეუბნება, რომ სამჯერ უარ მყოფო და ვილოცე შენთვისო, რომ არ დაიღუპო დაახლოებით ესეო. იუდას რატომ არ ეუბნებაო იგივე სიტყვებსო? საინტერესოა. პეტრეს უყვარდა, გულწრფელად უყვარდა. იუდას სხვა რაღაცა საინტერესოა, თავიდანვე სხვა რაღაცა საინტერესოა იუდას. იუდა მოსული იყო პირადი მიზნებისთვის, იუდა მოსული იყო გამდიდრებისთვის. იუდა მოსული იყო რომ მიიღებდა რაღაც გარკვეულ ჯილდოებს, როდესაც ქრისტე გახდებოდა მეფე, როგორც წარმოდგენაც მას ჰქონდა ამ ქვეყნიური თვალთახედვით, ანუ მესია გამეფდება და იქნება მასთან დაახლოებული პირი. მას ჰქონდა ჩაბარებული კვადრუცი, სადაც მთელი ოქრო ინახებოდა მათი ანუ სახარჯი ფული და ასე შემდეგ ძვირფასეულობა და შესაბამისადაც იპარავდა ამ ყველაფერს იქიდან. ანუ ღვთის წინაშე არავინ არ დაიკარგება. ღვთის წინაშე არავინ არ დაიკარგება. გახსოვთ ალბათ უფალმა როგორ გააფრთხილა რომ ერთ-ერთი თქვენგანი გამცემს მე საიდუმლო სერობის დროს და ყველა შედრწუნდება და ყველა ეკითხება ნუ უკვე მე ვარ უფალო ნუ უკვე მე ხომ არა ვარ მე ხო არ გაგცემ ყველას თავის თავზე ეგონა და იუდამაც ეკითხა მე ხო არა ვარ ანუ თვალთ მაგცობდა იუდა თავიდან და უფალმა უთხრა რომ შენს თქვი რომ მე ვარო და ამით მიახვედრა რომ მან ყველაფერი იცოდა და შეიძლება ასე ვთქვათ, გახსოვთ მე რეგ სახარებაში როგორ არის ეუბნება, რომ რაც გადაწყვიტე, გააკეთე. ანუ ეს ყველაფერი უთხრა და მაინც ვერ ეყო გონიერება, სულიერება თუ ზოგიერთ მამა ამბობს, რომ ეზიარა კიდევაც ზოგიერთს არ ესერ, მაგრამ მაინც მიღებული გვაქვს სწავლება, რომ ეზიარა. მაინც არ გაეხსნა გონება, იმიტომ რომ არ იყო წრფელად გულით მოსული უფალთან. და პეტრე წრფელი გულით იყო მოსული უფალთან. ვერ დაუშვებდა და საერთოდ პეტრეს ატო დაემართა ეს. იმიტომ რომ ყველამ რო გიღალატოსო გახსოვთ ის სიტყვები მე არ გიღალატებ ყველამ რო ანუ საკუთარი თავი აიმაღლაზევით და უფალმა იმ წუთშივე დაუშვა რომ აი მაგის სიტყვების გამო ხდება ის რომ ქათმის ხმობამდე სამგზის უარყოფ მე და ისე უარყო რომ ვერც მიხვდა პეტრე რომ მისი თვალები არ დაენახა ბოლო მომენტში როდესაც მესამეჯერ იყურა და გაახსენა თავის ნათქვამი რა თქვა რომ არ უღალატებდა და მწარეთ ატირდა და მე პეტრეს სინანული როგორი იყო ხო ყოველი მამლის ყივილზე თვალცრემლიანი იღვიძებდა ხოლმე და ამბობდა რომ ღარები ქონდა და სულ ახსენებდა სულ მიუხედავად იმისა რომ შეუნდო მას უფალმა გახსოვს როდესაც აღდგა და სიმონ იონასა გიყვარმია სამგზის რო ეკითხება მამები განმარტავენ რომ აი სამგზის შეკითხვა იმას ნიშნავს რომ სამგზის უარყამით შეუნდო ის თავისას მაგას ეპიტამიას ქონდა მაინც შეიძლება ასე ვთქვათ ამ საკუთარი ცოდვის გამო და ამას ინანიებდა. იუდამ როგორ მოინანია, ფული მიუყარა, წავიდა თავი ჩამოიხჩო. შესაბამისათაც აი
უფლის წინაშე საერთოდ არაფერი არ დაიკარგება, არაფერი არ დაიკარგება, უსამართლოდ არავინ არ დაისჯება, საერთოდ ადამიანი თავის თავს თვითონ ისჯის, ღმერთი არავის არ სჯის. როგორ შეიძლება რომ მოსიყვარულე მამამ თავის შვილი დასაჯოს. რა თქმა უნდა. აყურებელია. ისმეთ ეთერში ხართ ისაუბრეთ. გამარჯობა. აღმშვიდობისა. მერქვა დაგულკოთ მოხსნები. მადლობა. გაიხ. მე ამ ქალაქე ვარ სახწერე. რაც ამ ქვეყანაში უბედურებ უკანონმდებლო რაც ეს მართლმსინაცა. ვერ გავიგე. სამწუხაროდ მე ვერ გავიგე. კითხვა ვერ გავიქით. ასეთი კითხვა არის. რაიმე ფიზიკური ნაკლია დაავადება ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ ადამიანი საგანგაშო სულიერ მდგომარეობაშია, თუ შესაძლებელია, რომ თუნდაც ადამიანს მოუკლებელი ლოცვა ჰქონდეს და სწორი სულიერი ცხოვრობდეს, მასაც ჰქონდეს გარკვეული ნაკლი და დაავადებები. ანუ სწორი სულიერი ცხოვრება განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობასო. შეიძლება ზოგ დაავადებაზე გულისხმობა არასასიკვდილო დაავადებებს, რომ უფალს მიენდოს და ექიმთან არ წავიდესო, მაგალითად მოვიყვან ადამიანს თუ მეტყველების პრობლემა აქვს და ასე შემდეგ. არა, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ახლა ადამიანებს წმინდანებს ცხოვრებაში ჰქონდათ სიტყვაზე მოუკლებელი ლოცვა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემებიც ჰქონდათ ძალიან ბევრი და ოპერაციებსაც იკეთებდნენ და ასე შემდეგ. მაგაზე არაა დამოკიდებული და სახარებაში უფალი გვეუბნება ასეთ რაღაცას, ზოგი არის იმისთვის, ღვთის დიდება გამოჩინდეს, იმისთვის აქვს ეს ნეულება, ზოგი არის იმისთვის, ცოდვათა შენდობა მივიღოთ და ზოგი არის იმისთვის, განწმენდა მივიღოთ, ხო? ზოგადად დაცემული ბუნების მატარებლები ვართ ასე ვთქვათ. გამოდიდნენ სამყაროში ცხოვრობთ, სადაც უამრავი დაავადება თავისი პარაზიტული მყოფობით წარმოიშვა, ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა. ასე ხა სულიერი მდგომარეობით ვერ ჩვენი ხორცი მაინც პავლემოციკულს ამხელა პრობლემა ქონდა ეპილეფსია და რაც არ უნდა მაშინ მაგის ლოგიკის მიხედვით შეიძლება არც უნდა მოუყოდოთ ხო საბოლოოში ხო ეს დროებითია ყველაფერი და მაგას შობია უფრო ვიფიქროთ იმაზე რომ სამყოფელი ჩვენი რომზეც აშიარი და იმისისთვის მომემზადოთ და წმინდანის პირიქით უხაროდათ რაც უფრო დრო გადიოდა რაც უფრო იმას გზნობდნენ ხორცის მოუძლურებას რომ ცოტაღა დავრჩა ცოტაც გავუძლოთ ამ ქვეყანას ეს ვალი მოვიხადოთ ამ ქვეყნისა და შეუერთეთ ქრისტეს და მარადულად გავიხაროთ. აი ეს უნდა იყოს ჩვენი სწრაფვა, რომ აქეთკე უნდა მივდიოდეთ რა. ჯანმრთელობაზე ფიქრი და ჯანმრთელობაზე ზრუნვა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ღმერთმა მოგცადა ჯანმრთელობა და უნდა ვიფიქროთ და ვიზრუნოთ კიდევაც, მაგრამ ზომიერად. რა თქმა. ამას აზრებმა არ უნდა გაგვიტაცოს, თორემ მთელი ჩვენი ცხოვრება იქნება ის, რომ ჯანმრთელობაზე ვაიმე რა მჭირს და ადამიანმართა და ერთი ექიმიდან მეორე ექიმთან და ეს ძვირფასი დრო, წუთები, რომელიც ღმერთმა მოგცა ჩვენ იმისათვის, რომ ქრისტე ვეძებოთ, აი ჩვენ ხარჯავთ იმაში, რომ დავდივართ ექიმიდან ექიმში, ფინანსების ცალკე და ნერვების ცალკე და ახლობლების ცალკე და ვიუბედურებთ თავს და სადამ ფაქტობრივად ჯოჯოხეთში ახლა ყვითო დროთა განმავლობაში ხო ადამიანი უკვე ბერდებით ყველანი ხო დრო გადის და ხან რაღაც აქტივდება ხან რაღაცა მოგემატება და ამ საკუთარი განცდებით ამ იმით რომ არა მაინც ჯანმრთელობა მინდა მაინც ეს მინდა მაინც უკვე იუბედურებს თავს ეს ჯოჯოხეთური განცდებია საშინელი განცდებია და ნამდვილად ამას ჯობია ისე ყველა შემთხვევაში ჩვენი ქრისტიანების მიზანი რაც აქვს ქრისტეს ძიება ჩვენი წამში როგორც მთავრობა რომ მოველით აღდგომასა მკვდრეთი და ცხოვრებასა მერმისა მისაუგუნასა ანუ ის არის მომავალი ცხოვრება არის ჩვენთვის თავარი ის საუკუნა ცხოვრება რომელიც სიკვდილის შემდგომ დაიწყება და იქითკენაც უნდა ვისწრაფოდეთ და ჯანმრთელობა რა ისე ზომიერად უნდა უკურნალოთ კიდევაც რა თქმა უნდა კი ბატონო მაყურებელია ესეო გისმენთ ეთერში ხართ კი გინათ შვიდობა თქვენთან უფალმა დაგლოცოთ აი ხართ თქვენცას შვიდობა თქვენთან უფალმა დაგლოცოთ იცოცხლეთ გაიხარეთ თქვენს დაგლოცოთ 56 წლის ასაკში ამეხიდა თვალი მეუღლის გარდაცვალების მერე მამა ჩვენოც არ ვიცოდი რომ იტყვია რომ მე ვიყავდა ძალიან მეხიდა ყრუ ვიყავდა წმენა მომივიდა მის შემდეგ 8 წელი გავიდა ოფლის გზაზე ვდგავარ მაგრამ მაგ ლოცვების ჩავარდნები ხოლმე ისე არის დღე რომ გულანთებული ლოცვით ლოცულობ არ მეზარება არის დღეები რომ მივარდება ლოცვები და მაგრამ ყოველ დილაზე გათენებისას უფალთანავარ 20 ნახევარი საათი რომ შევთხონ ჩემი სიტყვებით და ჩემი გულით და ეს მადარდებს აი ლოცვის ძალა რომ მერთმევა ხოლმე და
რა მოუხერხო და როგორ მოვიქცე ადროში. საერთოდ უცვალებელი მდგომარეობა არავის არ აქვს. არც წმინდანებს არ ქონდათ უცვალებელი მდგომარეობა. ხან მთელი მადლის სისავსეს გზნობდნენ და 60-ხეს განიცდიდნენ, ხან კიდე ჯოჯოხეს განიცდიდნენ და ეს ძალიან კარგად ჩანს წმინდანთა ცხოვრებაში. ანუ უცვალებელი მდგომარეობა არის ეს საღვთო თვისებაა და ჩვენ ადამიანები ვართ ცვალებადები და ხან გვექნება ცეცხლოვანი ლოცვა, მადლობა უფალს თუ გვაქვს ხოლმე დრო და დრო მაინც ან ზოგჯერ მაინც ცეცხლოვანი ლოცვა, ხან გამომშრალი ლოცვა გვექნება, რომელიც საერთოდ შეიძლება გულამდეც არ მიდიოდეს, მაგრამ ეს უფრო მთავარია და ეს უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვერ გზნობთ ღმერთს, ვერ გზნობთ მათს, მაგრამ მაინც ვდგავართ, მაინც ლოცულობთ, ვიბრძვით იმისათვის, რომ აი ეს ძვირფასი წუთები ღმერთთან ურთიერთობისათვის არ მინდა რომ ბრძოლის გარეშე ჩაიაროს, ეს არის ჩვენი ბონუსები შეიძლება ასე ვთქვათ მომავალ ცხოვრებაში. თორე ის რომ გული გაგვითბა, ვინ გვითბობს გულს, თავად ქრისტე არ გვითბობს გულს ლოცვის დროს. ეს ყველაფერი არის ზეციდან გარდამოსული მადლი, რომელსაც ღმერთმა მოგწა ეს ყველაფერი და ღვთის მადლით შევძელით ლოცვა. და აი, როდესაც მადლი არა გვაქვს, გაყინულები, გაქვავებულები ვდგავართ და მაინც ვდგავართ და მაინც ლოცულობ და მაინც აღვასრულებთ ჩვენს საქმეს. ეს არის ყველაზე ძვირფასი რამ ღვთის წინაშე. და ეს არის ნამდვილად აი ესეთი ქრისტიანული მიდგომა და არა გვაქვს მაშინ ასეთ მდგომარეობაში ჩვენ ანგარების მდგომარეობა, რომ აი ლოცვას გული გამითბება და ლოცულობ სულ და რატო არ მითბება გული. არ ქრისტიანს ესეთ რაღაცას არ უნდა უყურებდეს საერთოდ. იმიტომ მე გვექნება ესეთი აი ღმერთო მომეცი სიტყვება, მომეცი სიხარული რომ ვილოცო. და უკვე ეს არ შეეფერება ქრისტიანის საქციელს და მამაშვილურ საქციელს. ჩვენ უნდა ლოცულობდეთ და ღმერთი როდის მოგცემს მადლს, როდის მოგცემს სიხარულს, როდის არ გვექნება არაფერი, ამას ჩვენზე არაა დამოკიდებული. იყოს ნება ღვთისა, როგორც იქნება, ისე იქნება. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყოველთვის, როგორც აი ესეთ ჯარისკაცი თავის საქმეზე დგას პოსტზე, აი ესე უნდა ვიდგეთ ჩვენ და ჩვენი საქმე აღვასრულოთ. ლაშა გვწერს ესე იგი რწმენის არარსებობას ან ნაკლებობას მივაწერო ჩემი ადამიანური ლოგიკაო თუ რას არ ვიციო, მაგრამ ესეთი კითხვა მაქვსო. თუ უფალი ღადარინელმა შეპყრობილმა იცნო, ეშმაკი რატომ ვერ მიხვდა ამასო? ეშმაკმა იცნო, ეშმაკს ელაპარაკება ღადარინელთან იქ. შენი სახელი რა არის, ეშმაკს ეუბნება ლეგეონიო ისე ეუბნება. პირდაპირ ეშმაკთან ის ღადარინელთან საუბარი. და მე იქიდან თუ გვიბრძანებთ, მაშინ გამოდი და გითხრა გვიბრძანე რომ იმაში შევიდეთ ხორებში და ნუ გაგვაგდებ ჯერ ჯოჯოხეთში, იმიტომ ჯერ ჩვენი დრო არ არის მოსვლა. ანუ მაგ შემთხვევაში ქრისტეს თავად ეშმაკები ესაუბრებიან. მოხვედა აქ, ვინა გიცნობთ, ვინა ხართ, წმინდა ეგე ღვთისა და ასე შემდეგ. ანუ ეშმაკა იცის, ცნობს ღმერთს რა და ესაუბრება ჩვენგან განსხვავებით ხოლმე ჩვენ ვერ ვცნობთ ღმერთს და იცის ვინა ჭეშმარიტი მბრძანებელი და ვესების უნდა ემორჩილებოდეს და პირდაპირ ეუბნება რომ თუ გამიშვებ აქედან, იქ ხორებში მაინც შემიშვი. უფალმა რომ თქვა, ბოლო სიტყვები ელი ლამა საბაქთანი, რატომ მიმატოვე უფალო რაისათვის მეუто, როგორ აიხსნებაო მისი ეს სიტყვები? ხო, ძალიან კარგი სიტყვა, კარგი ის არის, ეს არის ერთ-ერთი ბოლო სიტყვები და ერთ-ერთი საღვთისმეტყველოდ რო გავიგოთ, აქ ძალიან კარგად ჩანს ღმერთის ადამიანური ბუნება. ღმერთის ადამიანური ბუნება, იმიტომ ის იყო ასეთი შემთხვევები, რომ ზოგიერთს ეგონა რომ მარტო ღმერთი იყო ქრისტე, ზოგიერთს ადამიანი არ იყო, ზოგიერთს ეგონა რომ მარტო ადამიანი იყო და ღმერთი არ იყო და ერთ-ერთი კარგი გამოვლინება სწორედ ესაა, რომ უფალი გვანახებს თავის ადამიანურ ბუნებას. მრავალი განმარტება აქვს, რა თქმა უნდა, ამ თემას. მრავალი წმინდანი საუბრობს ამის შესახებ, ახლა უბრალოდ რაც გამახსენდა, ერთი ეს არის, რომ ამაზეა საუბარი და ამავე დროს არის საუბარი იმაზე, რომ სრულად განიცადა ყველანაირი ტკივილი ღმერთმა. ოღონდ როგორც ადამიანმა. განიცადა ყველაფერი, მიტოვებულობა, ღალატი, გინება, ფურთხება, ცემა, ჯვარცმა, ყველაფერი განიცადა უფალმა და ბოლოს აი ეს მიტოვებულობაც, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ, კიდე ერთ-ერთი მამა ამბობს, ახლა გამახსენდა ასეთ რაღაცას, რომ აი ეს შულებმა რომ მოკლეს, აი ეს ტკიოდა ყველაზე ძალიან. ხო? აი შეიძლება ასე ვთქვათ, რომ აი ამას შეშჩივლებს ჭყალებში რა თქმა უნდა, რომ შეშჩივლებს, რომ აი ესეთი რაღაცა რატო აირჩიეს ამათმა. ახლა რაც გამახსენდა ეგ არის. რა თქმა უნდა, თემა ღრმა არის და უფრო ღრმათაც შეიძლება მე ამაზე ფიქრი და შელობა. გთხოვთ მეორედ მოსვლის შესახებ გვესაუბროთ, რომ რამდენად
ახლოს არის და როგორ უნდა მიხვდეთო მისი ნიშნები. ხო, ამაზე მარტივია ქრისტემ რაც თქვა სახარებაში, იმით ხელმძღვანელობთ ჩვენ, რომ ეკითხება როდის იქნება და ეს თქვენი საქმე არ არის პეტერბურგ. არ არის ეს თქვენი საქმე როდის იქნება მეორედ მოსვლა. თქვენი საქმე რა არის? თქვენი საქმე დადექით და დაელოდეთ როცა იქნება. მეორედ მოსვლა შეიძლება იყოს 500 წლის მერე, შეიძლება იყოს ხვალდირეთ, არავინ არ ვიცით. შეიძლება დღესაღამოს საერთოდ ადამიანს ცხოვრება დატოვოს და გავიდეს ამ ცხოვრებიდან. იგივე ჩვენთვის მეორედ მოსვლა იქნება. ასე რომ ჩვენთვის არ არის მთავარი ფიქრი ამაზე, როდის იქნება მეორედ მოსვლა, ჩვენთვის მთავარია ის, რომ ჩვენ როგორ შევხვდებით ქრისტეს. რა თქმა უნდა. თუ მოვიდა დაბრუნდა ქრისტე, პირველი რაც უნდა გქონდეს ჩვენს როგორ მზათა ვარ მე ქრისტეს ნაშესახვედრად. მოვინანიე წოდები, ვისწავლე სიყვარული, ვისწავლე სიმდაბლე, ვისწავლე ლოცვა ღმერთთან ურთიერთობა, რაც არის 64. თუ ლოცვა არ ვისწავლე ღმერთთან, როგორ მეკნება ურთიერთობა მარადიულად. ანუ ეს უნდა გვაღველებდეს, ეს უნდა იყოს ჩვენთვის პირველ რიგში მთავარი და როგორ მიხვდებით ხო უფალი ამბობს, რომ მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი გამოჩნდება, მრავალი იტყვის, რომ მე ვარ ქრისტე, მაგრამ თქვენ არავის არ ენდოთ. იქ საუბარია მინიშნებები და ასე შემდეგ და როგორც ამბობს, ერთი ციდან მეორედ სამამდე, როგორც ელვას დაინახოთ, აი ესე დაინახოთ წეხვთისას, რომელიც ბრუნდება და თავის ანგელოზებთან ერთად. კი ბატონო, როგორ უნდა გავარჩიო მოსული აზრი თუ კარნახი საიდან არისო, გულიდან თუ ტვინიდან? ხო. უფრო ჯობია ასე ვქნათ, რომ საერთოდ ძალიან ხშირად ჩვენი გულის გვატყუებს და ჩვენი გონებაც გვატყუებს. იმიტომ ადამიანი რო დავეცი, ჩვენი აზროვნებას დაეცა და ჩვენი აზროვნებას დაზიანდა. ძალიან ხშირად ისეთი აზრები შეიძლება მოგივიდეს ადამიანს, გინდა გულიდან იყოს, გინდა თავიდან, რომ საერთოდ სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. მარტივი მაგალითია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რამდენად არის ღვთისაგან ან არ არის ღვთისაგან. უფრო ალბათ სწორი ასე იქნება კითხვა, რამდენად იქნება ღვთისაგან, რამდენად არ არის ღვთისაგან. ანუ რეალურად ჩვენი სულიერი არსების ცენტრი არის გული, ოღონდ არა ის გული, რომელიც არის ანატომიური, არამედ სადღაც შუაში, აქ არის მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი ეს ადგილი, ღმერთის შეხვედრის ადგილი შეიძლება ასე ვთქვათ. და უმთავრესი უნდა იყოს მნიშვნელოვანი ჩვენ გავიგოთ რომელი აზრი არის ღვთისაგან და რომელი აზრი არ არის ღვთისაგან. მივიღებთ ღვთის აზრს და რომელსაც ახლავს სიკეთე, რომელსაც ახლავს სითბო, სიყვარული და ასე შემდეგ, სიმშვიდე და რომელსაც ეს არ ახლავს, ეს არ არის ღვთისაგან და შესაბამისად განვდევნით ამ აზრს. რატომ არის ოცნება ცოდვაო? ოცნება ცოდვა არის იმიტომ რომ ადამიანი წყდება ჭეშმარიტებას, წყდება რეალობას. და ღმერთი არის რეალობაში. ის რომ რა იქნება, როგორ იქნება, მისთან იქ რაღაცებს ოცნებობს ადამიანი და შეიძლება სულ სხვანაირად წარემართოს ეს დრო და ამ დროს ადამიანის მთავარი მიზანი არის რომ დროს კარგავს ღმერთთან ურთიერთობისა. ის დრო რომელიც ჩვენ აქვს მოცემული იმისთვის რომ ერთი უფალო შემიწყალე ვთქვათ, ერთი აი იმას მოვინანიოთ, ერთი ზის და ოცნებას ყოველად უსარგებლო რაღაცას რომელიც საერთოდ არა ჩვენს ხელქვეითებაში არაფერი. როგორც წესი ოცნებაში ღმერთიც არ არის. ოცნებას რაღაც ამ ქვეყნიურზე მიწიერს რაღაცებს რა. რაც იქნება ქრისტიანის მთავარი არსი უნდა იყოს, რომ სრულად მივანდოთ, ჩავაბაროთ მთელი ჩვენი ცხოვრება, მთელი ჩვენი მომავალი, აწმყო, წარსული, ჩავაბაროთ ქრისტეს ყველაფერი. შენ როგორც გინდა ქრისტე, ოღონდ მაცხოვრი, ოღონდ სამოთხეს შემიყვანო. შენ როგორც გინდა, ისე წარმართე ჩემი ცხოვრება. აი ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. ნაშენ ოცნებაში ადამიანი მე ამ ოცნებიდან ჯერ ხო ღმერთს ვერ პოულობს, მე გადადის რაღაცა ძიმე იმეებზე და ისე მოდის აი ეს ძიმე ისინი. და არაფრის მომცემი არა. არაფრის მომცემი არა, ცარიელს ტოვებს ადამიანს. კი ბატონო. როდესაც ღამეწვევები ხოლმე თითქოს სულის მოძრაობებს ხედავ. ანუ ამის მიზეზი შეიძლება რომ სხვა რამე იყოს და არა დემონი, თითქოს კვამლივით გადაადგილდება სიბნელეში გულისხმობ და ხანდახან შუქ ანთებულზეც ჩანს ხოლმეო. ესეთ რაღაცებსაც ყურადღება არ უნდა მიაქციოთ ქრისტიანებმა. ყოველ საღამოს შეგიძლიათ ნაკვერთხი წყალი ასხუროთ ოთახს, ლოგინზე ასხუროთ, თქვენც ისხუროთ. პირჯვარი გადაიწეროთ, გადასახოთ მთელ სახლს. პირჯვარი დატოვოთ, ვიდრე დაიძინოთ. საერთოდ ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, თუ რამე ეგეთებს ხედავთ და განიცდით. კი ბატონო, ერთი ქალბატონი გვძერს თავის გულის ტკივილს, ესე იგი ტაძარშიო წირვაზეო ადამიანი ითხოვსო წყალობასო, სათითაოდ ყველასთანო და რამდენად ნორმალურია ესომეო დავრკოლდი ძალიან და არ გავეცი მოწყალებაო. გთხოვთ ამიხსნათ ეს ფაქტი. ხო, სათო წირვა ისეთი რაღაცაა, რომ მთელი მობილიზებული უნდა იყოს სრულად წირვაზე, რომ ზეცა იხსნება და მთელი უფალი იქ არის და ანგელოზები, მთავარ ანგელოზები და განსაკუთრებულად ყურადღებით უნდა იყოს ადამიანი წირვის დროს.
მაგრამ ალბათ უნდა აკონტროლებდეს იმას, რომ ვიღაცა მასე შეფოთს არ შემოვიდეს და არ იმასაკნას სიმშვიდე არ დაარღვიოს წირვალოცვის დროს და ამაზე დაბრკოლება ახლა არაკეთებს ამაზე დაბრკოლება ახლა ანუ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ვერფას მაყურებლებს შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის პასუხობს მოძღვრის სტუმარი გახდათ პეკინზე მდებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის გამოსახური დეკანოზი ბასილ მურმანიშვილი. გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის გამოსახური ღვთელი გურამ გალუგლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვას შეძლებთ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს საღამოს 8:30-ზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერში. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.